ვისაუბროთ არა მხოლოდ უშუალოდ მონღოლების ისტორიაზე, არამედ როგორ შეხვდნენ მონღოლებს დასავლეთში, როგორ შეხვდნენ მონღოლებს ჯვაროსნები, ქართველები. მონღოლები მაინც უპირატესი ძალა არის. ქრისტიანებისათვის ძალიან მნიშვნელოვანი აქტი იყო ბაღდადის აღება მონღოლების მიერ, ხო, განსაკუთრებით. მათ თუ დაამარცხებენ და მათ თუ დაიპყრობენ, მაშინ მათთვის სამყაროში სერიოზული მოწინააღმდეგე ოპონენტი აღარ იარსებობს. ჟანრთა აღწერილი შემდგომში ძალიან დაწვრილებით მოგვითხრობს მონღოლთა ისტორიის შესახებ. ერთი არის რუსუდანის წერილი და მეორე არის იმანე მხარგრძელის წერილი. ჯვაროსნული აღმოსავლეთის ბედი დამოკიდებული იყო ეგვიპტის სასულთნოს დამარცხებაზე. ის თხოვს, რომ შენ აღმოსავლეთიდან შეუტიე ეგვიპტის სასულთნოს და მე დასავლეთიდან შევუტე. აი მაგ თარჯიმნობამ ზუსტად და იმანო ენები კარგად იცოდა. სადუმ მანკაბერდელის ფიგურა წამოწია წილი. მოგესალმებით, მწარე პოდკასტი. ჩვენი მთავარი პარტნიორი არის TVC, ასევე ჩვენი პარტნიორია დეველოპერული კომპანია Nexty. პოდკასტის ჩასაწერის სივრცისთვის განსაკუთრებული მადლობა სკოლა Archimedes. პოდკასტის პარტნიორია Nexia Georgia, ლიდერი საერთაშორისო აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანია, რომელიც ბიზნესებისთვის უზრუნველყოფს ბუღალტრულ, საგადასახადო აუდიტის და სხვა ფინანსურ სერვისებს და ხელს უწყობს პროფესიულ განვითარებას, სოდნის გაზიარებასა და განათლებას. პოდკასტის მხარდამჭერია Classroom G, მათ გაუშვეს ახალი Classroom Super API, ერთიანი სივრცე მასწავლებლების და მშობლებისთვის. აპლიკაციაში იპოვით საუკეთესო მასწავლებლებს მომზადებით გამოცდებისთვის და აღმოაჩენთ ყველაფერს სწავლის გარშემო. iOS აპლიკაციის გადმოსაწერად მითითებული არის შესაბამისი ბმული. ჩვენი პარტნიორია Nami.ua, ეს არის გაფილტრული წყალი, რომელიც გჭირდება. ჩვენი პარტნიორია ასევე Shinwood, ტყეში ჩაფლული სააგარაკე დასახლება თბილისიდან 23 კილომეტრში, ხოლო ჩვენს იურიდიულ მხარდაჭერას უზრუნველყოფს GT Consulting. კომპანია სრულ სამართლებრივ მომსახურებას თავაზობს კლიენტებს ნებისმიერ ტიპის დავაზე, როგორც საქართველოში, ისე საერთაშორისო სასამართლოებსა და არბიტრაჟებში. პოდკასტის პარტნიორია Shinwood, მიწის ნაკვეთები ტყის შუაგულში. იდეალური ადგილი სახლის ასაშენებლად. საგურამოს მიმდებარედ, თბილისიდან 23 კილომეტრში. დღევანდელი ეპიზოდი გარკვეულწილად არის გაგრძელება იმ თემისა, რომელთაც ჩვენ დავიწყეთ საუბარი მონღოლების ისტორიაზე და ბევრი მსმენელი გამოგვეხმაურა, მაშინ ერთ-ერთი ყველაზე ნახვადი ეპიზოდი არის მწარე პოდკასტისა ჩინგიზ-ყაენის შესახებ. რა თქმა უნდა, ეს უშუალოდ ჩინგიზ-ყაენის ბიოგრაფიას არც აგრძელებს და დავამთავრეთ კიდევაც ჩვენ ეპიზოდში და უბრალოდ მის მემკვიდრეებზე უნდა გავიგრძელებინა შემდგომში და ალბათ გვექნება კიდევაც ეს ეპიზოდი უშუალოდ მონღოლების შემდგომ ბედზე, ბედიღბალზე, ურდუების ისტორიაზე, მაგრამ აი დღეს გვინდა რომ ცოტა უფრო დასავლეთით გადმოვინაცვლოთ, შუა აზიიდან და მონღოლეთიდან და ვისაუბროთ არა მხოლოდ უშუალოდ მონღოლების ისტორიაზე, არამედ როგორ შეხვდნენ მონღოლებს დასავლეთში, როგორ შეხვდნენ მონღოლებს ჯვაროსნები, ქართველები, რა დამოკიდებულება არსებობდა მათ მიმართ, რატომ ეგონათ თავის ძოზე ისინი მაგალითად ქრისტიანები, რას წერდნენ რომის პაპს ქართველები ამის შესახებ, როდესაც პირველად შეხვდნენ ისინი მონღოლებს და შემდგომში როგორ წარიმართა მათი ურთიერთობა. პოდკასტის სტუმარი არის გვანცა ევანისელი, ისტორიკოსი, მედიევალისტი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომელი, რომელიც დღეს ისაუბრებს აი ამ თემაზე, რომელზეც ის უკვე დიდი ხანია მუშაობს და რომელზეც ამზადებს ასევე დისერტაციას და გვინაიდან ჩვენთან საერთოდ ძირითადად მოდიან ხოლმე ის მკვლევარები, რომლებსაც ამა თუ იმ თემაზე, რომელზეც ჩვენ საუბრობთ, ნამუშევარი აქვთ, ამ მომენტში მუშაობენ, წერენ კვლევას, ან უკვე დასული აქვთ მაგალითად დისერტაცია, შესაბამისად გვანცაც ასეთი შემთხვევაა ნამდვილად და ისიც ჩვენი ერთ-ერთი მედიევალისტთა კოლექტივის წევრი არის, როგორიც არის მაგალითად ნიკაშონია, როგორიც არის ბექა კვაჭაძე და იმედი მაქვს, რომ ძალიან საინტერესო ეპიზოდი გამოგვივა. ძალიან მოხარული ვარ, რომ ბოლო-ბოლო მოახერხეთ ამ შეხვედრის ორგანიზება. ძალიან დიდი მადლობა ნიკა წარდგენისათვის, ასეთი თბილი დახვედრისათვის. და ძალიან მიხარია პირველ რიგში რომ პოდკასტის სტუმარი ვარ ამდენი ხნის შემდეგ. ძალიან დიდი ხანია ვადევნებ თვალყურს და მიხარია თქვენი ყოველი წინსვლა და წარმატება. ასევე შევეცდები ხო ვისაუბრო მაქსიმალურად მონღოლების შესახებ. შესავალიც რომ გავაკეთოთ, საერთოდ ჩვენ ხა ჩინგიზ-ყაენზე როცა საუბრობდით და მანამდეც მონღოლებს შევხვდებით სხვა თემაში, მათ შორის თემურლენგზე როცა საუბრობდით, მაშინაც ასე იყო. მაშინაც რაღაც გარკვეული შესავალი გავაკეთეთ. მაშინ თქვით, რომ მიუხედავად იმისა, რომ ჩვენთან ძალიან
პოპულარული და საინტერესო თემაა, ზოგადად მონღოლების შემოსევები, თემურლენგიც უკვე შემდგომში, ოქროს ურდო, ილხანატი და შემდგ. რეალურად რომ ვთქვა, არც ისე ბევრი არ არის ამ თემაზე საქართველოში დაწერილი და გამოკვლეული და საკმაოდ ბუნდოვანი წარმოდგენა არსებობს მონღოლებზე, რომელიც მხოლოდ თითქოს შემოიფარგლება ხოლმე რამდენიმე ისტორიული წყაროთი. აი რა შეიძლება ითქვას ამის შესახებ? ხო, ქართული ისტორიოგრაფიაში საკმაოდ გვიჭირს მონღოლების ირგვლივ სამეცნიერო კვლევები, განსხვავებით ვთქვათ ევროპული სამეცნიერო ლიტერატურისგან. ეს თითქმის ყველა საკითხზე იგივეს თქმა შეიძლება, თუმცა მონღოლების თვალსაზრისით ჩემთვის პირადად გამორჩეული არის, რა თქმა უნდა, პირველ რიგში ვიტყვი გოჩა ჯაფარიძის შრომებს, რომელიც პირდაპირ ესე რომ ვთქვათ, მონღოლებზე არ მუშაობს, მაგრამ მუშაობს მამლუქთა სასულთნოზე და მუშაობდა და შესაბამისად ძალიან მნიშვნელოვანი არის მისი კვლევები აი მონღოლებთან ურთიერთობებზე, სამხედრო დაპირისპირებებზე. ასევე გავიხსენებდი იგივე თვალსაზრისით და იგივე კუთხით გვაქვს კვლევები დიტო გოჩოლეიშვილის და ბენიამინ სილაგაძის. რაც შეეხება უშუალოდ მონღოლებზე, მე ამ წამს ახლა რაც მახსენდება, გარდა იმ ვთქვათ გასული საუკუნის კვლევებისა, ეს არის ელდარ მამისთვალიშვილის კვლევები, თუმცა ბატონი ელდარი არ მუშაობს მონღოლებზე და მისი უმთავრესი საკითხი ეს არ არის და აქედან გამომდინარე, უნდა აღინიშნოს, რომ მონღოლების კვლევა საქართველოში საკმაოდ მოიკოჭლებს სამწუხაროდ, რასაც ვერ ვთქვით ევროპულ ისტორიოგრაფიაზე და განსაკუთრებით ამ თვალსაზრისით აი იგივე მაგათად გეცოდინება უცბად ტიმოთი მეიკა გონილი გექნება, იგივე იქნება ეს პიტერ ჯექსონი, იქნება დევიდ მორგანი თუ სხვა, ყოველდღიურად ფაქტობრივად სტატიაზე, კვლევაზე, მონოგრაფიაზე ემატება და ეს არის ძალიან კარგი ამ კუთხით მაინც. თუმცა აი საქართველოს ამ ყველაფერთან ცოტა განზე გრჩება და მაქსიმალურად ვცდილობთ რომ შევახსოთ ეს სიცარიელე რაც არსებობს. კი, არ შემიძლია არ დაგეთანხმო, პირადი გამოცდილებითაც შემიძლია თქვა ეს თუნდაც, იმიტომ რომ სადაც დასავლურ აკადემიასთან მქონია შეხება, ძალიან ბევრი არქეოლოგიც მათ შორის, არა მარტო ისტორიკოსები მუშაობენ მონღოლებზე, მათ შორის აი ბოლოს, როდესაც კემბრიჯის უნივერსიტეტში სტუმრობდი, იქაც კი King's College-ის ერთ-ერთი წამყვანი სპეციალისტი არის მონღოლური არქეოლოგიის სპეციალისტი, რომელიც იკვლევს შუა აზიაში და მონღოლეთში ამ შემთხვევაში. შესაბამისად, ეს დამატებითი ინფორმაციის ცდილობენ რომ შეავსონ და უფრო უკეთესად წარმოიდგინონ რა იყო მონღოლთა იმპერია ზოგადად, იმიტომ რომ საკმაოდ ბუნდოვანი ფენომენი არის მთლიანობაში, იმიტომ რომ ეს უზარმაზარი სახელმწიფო ერთი შეხედვით, მაგრამ შინაგანად როგორ ფუნქციონირებს, როგორ იმართება ეს ქალაქების სისტემა, როგორია და შემდეგ ეს ჯერ კიდევ საკმაოდ ბევრი არის ამ მხრივ გასაგები და სხვა შორის ბევრი კონსპირაციული თეორიაც გამოიწვია მონღოლთა იმპერიამ. ძალიან ბევრი რამ მაგალითად ჩემთან პოდკასტში კი ყოფილა კომენტარებში გარკვეული რუსული კონსპირაციული თეორიები მას დაკავშირებით, თქოს მონღოლთა იმპერია არ არსებულა და რაღაცა რუსები შექმნილი იყო სინამდვილეში რაღაც სახელმწიფო, მერე დიდი ტარტარია და ნუ ასე შემდეგ მთელი რიგი თეორიები არსებობს, რაც გარკვეულწილად გამოიწვია ზუსტად იმან, რომ მონღოლები თვითონ ტოვებენ ძალიან ცოტა მემკვიდრეობას წერილობით თვალსაზრისით. ნუ რა თქმა უნდა, ხა აქ არ არის გათვალისწინებული იუანის დინასტია ჩინეთში მონღოლებისა და არ არის გათვალისწინებული ის ისლამური წყაროები, რომლებიც იმ პერიოდში იწერებოდა ბუნებრივია მონღოლების ისტორიაზე. თვითონ ბუნებრივია, რა ვიცით, რა დაწერეს საიდუმლო ისტორია მონღოლთა, რომელიცაც ასევე არსებობს კონსპირაციული თეორიები, თითქოს ეს არ არის ნამდვილი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ამიტომაც არის, რომ ამ თემის შესწავლა, კარგად გააზრება, დამატებით წყაროების შემოტანა, ბევრ ამას ნათელს მოხმეს და ბუნებრივია ეს კონსპირაციულ თეორიებსაც გაფანტავს მეტნაკლებად და გამოჩნდება დღეს, როდესაც ამ საკითხზე ვრცლად ვისაუბრებთ. შენ აღნიშნე, რომ მონღოლების შესახებ არსებობს როგორც პოზიტიური, ისე ნეგატიური ხედვა. სხვადასხვანაირად უყურებენ ამას თავიდან რომ გამოჩნდებიან, ხო? ზოგისთვის მაგალითად ეს იყო აპოკალიფსი, რაღაც სამყაროს განადგურება, რა გოგი და მაგოგი და ათასი უბედურება ყველაფერი, მაგრამ მეორე ხედვაც არსებობდა ქრისტიანულ სამყაროში ასევე, თითქოს ისინი ქრისტიანები ხო არ არიან და დასახმარებლად ხო არ მოდიან, თითქოს რაღაც ამგვარიც არსებობდა, იმიტომ რომ ამას ბუნებრივია ხელშეუწყობდა ის მითოლოგიაც, რაც არსებობდა, თითქოს აღმოსავლეთში იყო ქრისტიანი მეფე, რომელიც ებზადებოდა იმის, რომ ჯვაროსნებს დახმარებოდა და შემდეგ იოანე პრესვიტერის მითი და მთელი ეს ამბები გარკვეულწილად შეიძლებოდა რომ ამ აღმოსავლურ ხედვაში ისიც ჩართულიყო, ხო? ბუნებრივია და აი რა შეგვიძლია ვთქვათ, რომ როდესაც გამოჩნდნენ მონღოლები პირველად, ბევრი ფიქრობს ხომ, ბევრი ამბობს, რომ აი ქართველებს მაგალითად რომ ეს ჰქონდათ მოშლილიო დაზვერვის სისტემაო და რაღაც ამ პერიოდში, ხა ჯერ საერთოდ იმ დაზვერვის სისტემაზე როდესაც საუბრობთ ხოლმე, გიჩვენთ სხვა შორის ნახოთ ეპიზოდი ბეჰა კვაჭაძესთან ერთად, 5 მითი საქართველოს ისტორიაზე, 3 მითი, მეგობრებო, 3 მითია მაგ ეპიზოდში, რომელშიც განხილული არის რა იგულისხმებოდა დავით აღმაშენებლის სტოვართა ინსტიტუტში. და მე რატომ მოხდა მონღოლების პერიოდში ის, რომ
თითქმის რაღაც გაურკვეველობის აღქმა არსებობდა, ხო, ვინ იყვნენ ზუსტად მონღოლები, აშკარად არ იცნობენ ისე კარგად, როგორც მაგალითად შემდგომში გამოჩნდა და ნენელად დოთაგანულოში შეისწავლეს, იმიტომ რომ ჟანრთან აღწერილი შემდგომში ძალიან დაწვრილებით მოგვითხრობს მონღოლთა ისტორიის შესახებ, მაგრამ თავიდან აშკარად ძალიან ცოტა იციან მათზე და ამ საბრალებენ ხოლმე რომ აი, იმიტომ ჩავარდა ქართული დაზვერვა და არ იცოდნენ ვინ იყვნენ მონღოლები, მე იმიტომ დამარცხდნენ და ასე შემდეგ, მაგრამ ეს მოვიდა ყველას აბსოლუტურად. მთელ ახლო აღმოსავლეთს გადაუარეს მონღოლებმა, ევროპამდე ჩავიდნენ და უნგრეთამდე მივიდნენ, ფაქტობრივად ყველას უგებდნენ აბსოლუტურად, ყველას გადაუარეს ზედ. შესაბამისად, მთელი იმდროინდელი სამყაროს დაზვერვა ჩავარდნილა და დაუღუპია თავიანთი ქვეყნები, მაგრამ ასე არ არის. მაგრამ რატო მოხდა ეს? აი ამის შესახებ შეგვიძლია ვისაუბროთ. რატომ იყო მონღოლთა გამოჩენა ასეთი მოულოდნელი პირველ რიგში და როგორი დამოკიდებულება არსებობდა, რა მითები გავრცელდა მათ შესახებ და რატომ? ესე იგი, პირველ რიგში აი სწორად აღნიშნე, რომ ორი წარმოდგენა გამოიკვეთა მონღოლთა გამოჩენის საწყის ეტაპზე მათ შესახებ, ეს იყო პოზიტიური და ეს იყო ნეგატიური. ოღონ აუცილებლად უნდა გავმიჯნოთ ადგილები, სად ხდება მათი პოზიტიურად წარმოჩენა და სად ნეგატიურად. ჯვაროსნულ აღმოსავლეთში აგერ მეხუთე ჯვაროსნული ლაშქრობა მიმდინარეობს და დამიეტასთან არიან ჯვაროსნები. ჯვაროსნულ აღმოსავლეთში მონღოლები ძალიან პოზიტიურ კონტექსტში ჩანან და ამ პოზიტიურ კონტექსტს განაპირობებს სწორედ შენს მიერ ნახსენები მეორე ჯვაროსნული ლაშქრობის წინარე პერიოდში შექმნილი მითი იოანე პრესვიტერის შესახებ და იხსენებენ ისეთ ლეგენდებს და ისეთ რწმენას, რომელიც მათ იმედს, მათ მოტივაციას, მათ მოლოდინებს შეესაბამება. აქაც როგორც აღნიშნე აპოკალიფსური მოლოდინები გამოიწვია მონღოლთა გამოჩენამ. აქაც გაიხსენეს აპოკალიფსური რაღაცა მითები და ლეგენდები, ოღონდ ამ შემთხვევაში ეს არ არის ნეგატიური, რომ ვთქვათ, ქრისტიანები ჩვენი ცოდვების გამო დავისწაჯეთ და ჩვენ გავნადგურდებით ან რაღაც მსგავსი. აქ არის ძალიან პოზიტიური, რომ ჩვენ კი არა, მუსლიმების განადგურების დრო მოვიდა და შესაბამისად მოლოდინი არსებობს, რომ აი ეს ხალხი, რომელიც მოდის და თან პირველი შეტაკება ძალიან კარგი დამთხევა მოუწიათ, ესე იგი მონღოლებს მუსლიმურ სამყაროსთან უწევთ და ეს ინფორმაცია რაც ჩამოდის, ჯერ სრულიადაც არ არის მიმართული უშუალოდ ჩინგისყაენზე, მაგალითად ის ნესტორიან ხანსაც მიემართება ყაენს ამ შემთხვევაში, ერთ-ერთი ტომის ნაიმანების ლიდერ ხუჩლუქს, ანუ არეული არის პიროვნებები ამ შემთხვევაში და შესაბამისად ეს რაღაცნაირი მოლოდინი არის ძალიან ოპტიმისტური, აი ესენი მოვლენ დასავლეთიდან მოვა ასევე მეფე, იგულისხმება ფრიდრიხ მეორე შტაუფენი, რომელსაც ელოდებოდნენ, ნუ ჯერ ცუდად არ იყო გამხდარი ფრიდრიხ მეორე, ელოდებოდნენ დასავლეთიდან, რომ ფრიდრიხი ჩამოვიდოდა და დასავლეთიდან ჯარს ჩამოიყვანდა და აგერ აღმოსავლეთიდან კიდევ ქრისტიანი ხალხი მოდის მონღოლების სახით და ჯვაროსნულ აღმოსავლეთში ეს არის ძალიან პოზიტიური მოლოდინები. განსხვავებით ევროპული სამყაროსაგან გულისხმობ აღმოსავლეთ ევროპულ სამყაროს, მაგრამ აი უშუალოდ საქართველოს როდესაც მიემართება ამ შემთხვევაში ჩვენ შეგვიძლია დავინახოთ ორივე ეს მომენტი. იქნა გამომდინარე, რომ პირველი შეხვედრა არის ის მოლოდინი, რომ ესენი ქრისტიანები არიან, ანუ ვართ ამ აღმოსავლეთში მყოფი ჯვაროსნების გავლენის ქვეშ და მეორე უკვე შეხება არის ის, რომ აი უშუალოდ რუსუდანის წერილი და ივანე მხარგრძელის წერილი უკვე არის რეალობა და ეს ყველაფერი არის უკვე ჩვენი ცოდვებით გამოწვეული, სასჯელი არის ღმერთისგან, იმიტომ რომ ჩვენ მოლხენის ჟამს რაღაცა ცოდვებისაკენ მივდრკით, ხო? ძალიან მნიშვნელოვანია ასევე ისიც, რომ აი ეს აღმოსავლეთ ევროპაში გამოჩენის შემდგომ რაღაცა საერთო მოტივები არსებობს ამ წყაროებში, იგივე მაგალითად პოლონური წყაროები იქნება, რუსული წყაროები იქნება, თუ უნგრული წყაროები იქნება, საერთო მოტივები არსებობს, რასაც განაპირობებს წინარე პერიოდში შექმნილი ლეგენდები და ეს ლეგენდები როგორც ჩანს ამ საზოგადოებისთვის განსაკუთრებით და როგორც ჩანს ქართველებისთვისაც, იმიტომ რომ ქართველებიც ამ გზას მიუყვებიან, იგივე პოლონელებთან და უნგრელებთან ერთად მსგავსად აღწერენ, იგივე ჟამთა აღწერელი მოგვიანებით ოღონდ და როგორც ჩანს ეს საერთო მოტივები ჩვენთვის ცნობილი არის და შემდგომ ხდება ამ მოვლენის მონღოლთა გამოჩენის ამ საერთო მოტივებზე ახსნა, იგივე ჩვენ ცოდვებით ახსნა, იგივე მაგალითად მონღოლების სახე, რომ ისინი უცხოები არიან, განსხვავებული არიან ენით, გარეგნობით, ხო? და ეს ყველაფერი რაღაცა საერთო არის. თუმცა აი აქ მე მინდა რომ თავარ კითხვას შევეხო, რაც შენ ახსენე, ეს არის კითხვა, რატომ შეგვექმნა ჩვენ ეს წარმოდგენა, რომ მონღოლები არიან ქრისტიანები და ჩავარდა თუ არა ნამდვილად ჩვენი დაზვერვა.
და პირველ რიგში მინდა წყაროწოდნეობით ბაზაშევე ხო? გაზეთს მსჯელობ და ეს არის ის წერილები, რომელიც უკვე ნახსენები არის, ეს არის ორი წერილი, რომელიც ჩვენ გვაქვს 1223 წლიდან და ერთი არის რუსუდანის წერილი და მეორე არის ივანე მხარგრძელის წერილი. ეხლა მე საშინაო პრობლემებზე არ შევჩერდები და არ დავიწყებ იმაზე საუბარს, რომ რატო იყო ივანე მხარგრძელის წერილი უფრო ვრცელი, საერთოდ რატომ მისწერა მონარქიის წერს, ხო და შენ გვერდით გახარ და იგივე შინაარსის დაახლოებით იგივე შინაარსის წერილს წერ რომის პაპს, ხო? ხო, ისიც ამის პასალარია. ხო, ნუ ამის პასალარია, მაგრამ როგორც წესი, ხო, მონარქმა უნდა მისწეროს, ხო, მაგრამ შენ თავის მხრივ მეორე წერილს წერ, სადაც იგივე სიმეორა, მაგრამ კიდე კარგი რომ მისწერა. ამ განმოსახედიდან კიდე კარგი. მან ერთი მომენტიც არის, რომ საუკუნეებს ალბათ შეიძლება იყოს გარკვეულწილად დამახასიათებელი კაცია ეს. ხო, აი და მხედართავარია თა რომელიც უნდა შეხვდეს ბრძოლის ველზე რამეა მონღოლებს. ამიტომაც შეიძლება რომ გარკვეულწილად ამასაც კონდეს საფუძველი. რუსუდანი მაინც დედოფალია, ამ შემდეგ მისი ქმარი საერთოდ არ ფიგურირებს ამ სიტუაციაში და ვინ არის თავარი ფიგურა, რომელმაც ჯარი უნდა შეკრიბოს, გამოიყვანოს და შეხვდეს მტერს, რომელიც იდეაში სამხრეთიდან მოდის, ხო? მონაპირე ათაბაგი ამ შემთხვევაში, რომელიც ივანე იყო და შესაბამისად თან ამხელა გამოცდილებისა და ცოდნის და რამდენი წლიანი გამოცდილების კაცია, რომელიც თამარმებიდან მოყოლებული ყველა ომში მონაწილეობს. ასე რომ არ არის ალბათ გასაკვირი მისი გავლენაც ზოგადად, რომელიც მას ამ დროს ჰქონდა. მე პირადად ახლა როგორც ამ პერიოდის მკვლევარი, პირიქით უფრო მიხარია, იმიტომ რომ მონღოლების შესახებ ოდნავ მეტი ინფორმაცია გვაქვს. ანუ ერთი და იგივეს კი წერენ, მაგრამ ივანე მხარგრძელს აქვს ოდნავ განსხვავებული ინფორმაცია, რაც მეტ ასე რომ ვთქვათ, საშუალებას გვაძლევს მონღოლთა შესახებ. პასუხები თუ გვაქვს ამ წერილებზე? ამ წერილების პასუხები, ნუ სამწუხაროდ არ გვაქვს, მაგრამ სამაგიეროდ გვაქვს ოდნავ მოგვიანებით პასუხი სხვა პაპის, ჩვენ ჰონორიუს მესამეს მივწერეთ და პასუხი გვაქვს გრიგოლ მეცხრისგან, ოღონდ ესეც მოგვიანო პერიოდში და სავარაუდოდ სხვა წერილზე სამწუხაროდ არ გვაქვს რუსუდანის წერილი, როდესაც ის დახმარებას თხოვს მონღოლების შემოჭრის ან დაპყრობის შემდგომ, მაგრამ შეგვიძლია მივსჯელოთ თუ რა წერილი და რა შინაარსით იყო რუსუდანის წერილი გაგზავნილი, მაგრამ სამაგიეროდ გვაქვს გრიგოლ მეცხვრის პასუხი, ესე იგი რუსუდანის ამ თხოვნაზე, რომ დაგვეხმარეთ მონღოლების წინააღმდეგ და ესე რომ ვთქვათ, შეიძლება ითქვას რაღაცნაირად რიდით ბოდიში, რომ ვერ დაგეხმარებით, ჩვენი გაგვჭირვებია. პრინციპში ამ დროს ყველასთან პაპი გრიგოლი ზუსტად იგივე მსგავს წერილს აგზავნის, ზუსტად იგივეს არა, მაგრამ მსგავს. თვითონ ჯვაროსნები კატასტროფულ მდგომარეობაში იყვნენ ფაქტობრივად, ხო? ნუ თან თვითონ საღვთო რომის იმპერატორთანაც დაპირისპირებულები არიან რომის პაპები, პლუს ჯვაროსნები ეგვიპტისგანაც არიან შევიწროებულები და მათ ტერიტორიები გაცილებით შემცირებულია, ვიდრე მაგალითად იყო მე-12 საუკუნეში, სანამ სალადინი აიღებდა იერუსალემს, ხო, მანამდე და პლუს მონღოლები გამოჩნდნენ აღმოსავლეთში, იქაც პოლიტიკური სიტუაცია იცვლება და მონღოლები თავს დაესხნენ აღმოსავლეთ ევროპასაც, რომელიც ერთ-ერთი პოტენციური ბაზაც იყო მომავალ ჯვაროსნულ ლაშქრობებში მონაწილეობისათვის. იგივე უნგრეთი ამ შემთხვევაში, პოლონეთი, ტევტონთა ორდენიც, რომელიც უკვე ამ პერიოდში გამოჩნდებიან ზემოთ და მონღოლებს ისინიც კი შეხვდებიან ბრძოლის ველზე. ასე რომ თითქმის ყველა იყო რაღაცა აპოკალიფსის და რაღაც საშიშროების მოლოდინში, ხო? თანაც ახლა გეოგრაფიულადაც თუ გავითვალისწინებთ, ცოტა ძლიერი წარმოსადგენია, როგორ უნდა მომხდარიყო ეს პროცესი. როდესაც საქართველოს სამეფო კარის თამაშებზე საუბრობდით, მაშინ ვისაუბრეთ მონღოლების შემოსვლაზეც, აი რუსუდანის პერიოდზე განვიხილავდით და მახსენეთ განსაკუთრებით ჩვენ ხშირად არის ხოლმე ნახსენები ჟამთაღმწერელი, ბუნებრივია, რომელიც არის მთავარი მემატიანე ამ პერიოდის მოვლენებისა. მიუხედავად იმისა, რომ მე-14 საუკუნის არის ჟამთაღმწერელი. ცოტა უფრო გვიანდელია, ვიდრე მონღოლების შემოსვლა მოხდა საქართველოში, მაგრამ ძირითადი წყარო მაინც ეს არის, ყველაზე ვრცელი, ყველაზე საინტერესო, ყველაზე დატვირთული ამ თვალსაჩინით, მაგრამ ამას გარდა ჩვენ გვაქვს უცხოური წყაროების ბუნებრივია, რომელიც ასევე ავსებს საქართველოში მონღოლთა ისტორიას. მათ შორის სომხური ისტორიოგრაფიაც არის, ხო? სომხური ისტორიოგრაფია ამ მხრივ ჩვენი მაშველი რგოლი არის, განსაკუთრებით ამ თვალსაზრისით მე ამ წამს მახსენდება კირაკოს განძაკეცი. დიახ,
და აი ეხლა წეგან რასაც ვამბობდი, კირაკოს განზაკეცის ცნობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი არის იმის სასახსნელად, თუ რატომ გვეგონა მონღოლები ქრისტიანები. აი ჩვენ ვახსენეთ ეხლა ეს ორი წერილი და რუსუდანი რას წერს და რას წერს ივანე მხარგრძელი და რატომ მგონია რომ ეს რასაც ესენი წერენ პაპის წინაშე მარცხის გაправება არ არის ეს რომ შეიძლება ვთქვათ მე ამას წინათ ვუსმენდი ერთ-ერთ პოდკასტს და საუბარი იყო ამაზე თვითონ პოდკასტის წამყვანიც რა თქმა უნდა არ თვლიდა რომ ეს გაправება იყო მაგრამ აი როდესაც მსვლელობა იყო პოდკასტის ფიქრობდი და ამისთვის გვაქვს ბევრად მეტი ასე ვთქვათ საფუძველი უბრალოდ რატომღაც ამ დროს უფრო ქართულით მსჯელობენ ხოლმე ქართული პირველ წყარობით ვიდრე სომხურით არა და სომხური წყარო კირაკოს განზაკეცის სახით პირდაპირ გვიხსნის რატო გვეგონა ჩვენს მათ შორის მონღოლები ქრისტიანები მე პირველ რიგში ამ წერილებს შევეხები და იმას ვიტყვი რომ არ შეიძლება დამარცხებული მხარე უცდილობდეს თავისი მარცხის გაправებას მაშინ როდესაც ნახეთ რუსუდანის წერილში ივანე მხარგრძელის წერილში წერია ესეთი რაღაცა მართალია მონღოლები რომ მოვიდნენ 6000 კაცი მოგვიკლეს მაგრამ ჩვენ რო გავიაზრეთ რომ ესენი კეთილი ქრისტიანები არ იყვნენ 25000 კაცი მოვუკალით საპასუხოდ ხო ანუ არ თვლიან ისინი რომ გამარჯვებულები არიან ან დამარცხებულები არიან ან რანაირად უნდა ჩათვალონ როდესაც მონღოლები გზას აგრძელებენ და ჩრდილოეთში გადადიან დარუბანდის გზით ხო ანუ არ თვლიან ესენი თავს დამარცხებულად და არ ჭირდება თავის გამართლება რომის პაპთან ხო და გარდა ამისა აი ეს კირაკოს განზაკეცის ცნობა არის ძალიან მნიშვნელოვანი თუ რატომ ეგონათ ქრისტიანები ეს მონღოლები ნუ ისიც არის ივანე მხარგრძელის აი ზედმეტი ცნობა რაც არის უშუალოდ ეგ არის ზუსტად რომ ჯვრის ნიშნით შეიარაღებული ქრისტიანობის გარეგნულად ქრისტიანების მსგავსი მონღოლები მოვიდნენ თათრებს უწოდებენ ქართველები და შეიძლება ერთ-ერთი პირველები ვიყოთ ვინც ეს ტერმინი გამოიყენა ზოგადად მათთან მიმართებით ნუ ყოველ შემთხვევაში ეს ფინეთის უნივერსიტეტის ფინეთში ოილოს უნივერსიტეტის პროფესორი რომა ჰაუტალა ასე თვლის რომ შეიძლება ერთ-ერთი პირველები ვიყოთ და აი კირაკოს განზაკეცი რას ამბობს ამ პერიოდის შესახებ გარდა იმისა ეს ჯვრის ნიშნით შეიარაღებული ჯვრის ნიშანი მოჰქონდათ რაც შეიძლება ნესტორიანელი ქრისტიანებით აიხსნას ხო ასევე არსებობს ესეთი ცნობა კირაკოს განზაკეცი წერს ესეთ რაღაცას ცრუ ჭორები გავრცელდა ამ პერიოდში მთელ სამყაროში რომ აღმოსავლეთიდან მოდიან ქრისტიანი ხალხი აჩლიკების იგულისხმება მუსლიმების დასასჯელად იმის გამო რაც ისინი ქრისტიან ხალხს მართებენ და რასაც უკეთებენ და მათ მოაქვთ გადასატანი კარაბი ეკლესია რომლის წინაც არის ჯვარი და ამ ჯვრის წინ ქერს როცა დაყრიან ეს მეომრები ეს ქერი იმდენად მრავლდება რომ თითოეული მეომარი საკუთარი ცხენისთვის იღებს ამ ქერს და მიაქვს და კვებავს ცხენს და გარდა ამისა თავადაც ამ ჯვრის წინ ალაგებენ აწყობენ ამ საკვებს და როდესაც ესე იგი მათ დასჭირდებათ საკვები ეს საკვებიც მრავლდება იგივე წესის მიხედვით და ასე არსებობენ და ასე მოდიან და იმდენად ფართოდ იყო ეს ჭორები გავრცელებული და იმდენად ღრმად და სწამდად დაიჯერეს ეს ყველაფერი ქართველებმაც სავარაუდოდ ის არ წერს ქართველებს ამ მხარის მკვიდრმა ასეთ წერმის გამოიყენებს კირაკოს განზაკეცი და ამ მხარეში საქართველოს რატო გულისხმობენ პირადად ამასაც გეტყვით და ესეთ რაღაცას წერს რომ ესენი მოვიდნენ და ამ მხარეშიო იმდენად დახენილად დახვდნენო და იმდენად არ ელოდნენ რომ საერთოდ მომზადებლები იყვნენ ამ შემთხვევაში ეს ჩავარდნა ამ სადაზვერვო ინსტიტუტის რაღაცა რომ თქვა გამართლებული არის იმიტომ რომ შენ ქრისტიანი გგონია რომ აღმოსავლეთიდან მოდის და შეიძლება რაღაცნაირად მოდუნს საერთოდ შეიძლება მოსულიყო ეგ ინფორმაცია ჩვენთან აი ეს არის მთავარი კითხვა რაც შეიძლება ამ პერიოდში არსებობს ორი გზა ერთი ვარიანტი რომელიც მე პირადად შედარებით ნაკლებად მგონია ეს არის ნესტორიანელი ვაჭრების მიერ მოტანილი ნესტორიანელი ვაჭრების ვამბობ იქიდან გამომდინარე რომ ეს ნესტორიანელები მას შემდეგ რაც მესამე საეკლესიო კრებაზე დაიგმო წავიდნენ აღმოსავლეთში ჯერ ირანში შემდგომ უფრო შორეულ აზიაში და იქ ცალკეულ ტომებში ნაიმანებში კერაიტებში და ონგუტებშიც გავრცელებული იყო ნესტორიანული ქრისტიანობა და იქ ხანებს ასე ვთქვათ პატარა ხანებს მეთაურებს თვითავადაც ჰქონდათ ნესტორიანული ქრისტიანობა მიღებული თავისებური ფორმა იყო მაგრამ კი თან დაწინაურებულები იყვნენ ანუ ესენი უბრალო ხალხი არის ხან ელჩები არიან ხან კარის მრჩევლები არიან ხო და გარდა ამისა ყველაზე მარტივი საქმიანობა მათთვის იყო მაინც ვაჭრობა და ვაჭრობის დროს ესენი ხელს უწყობდნენ მაქსიმალურად აი ამ ჭორების გავრცელებას რომელიც მონღოლებს თავიანთ შემდგომ დაპყრობებში თუნდაც შეუწყობდა ხელს იქ
იგივე ეს გააკეთეს ჟაკ დე ვიტრს, რომ ცნობა მიუტანეს დავითის რელაციო, აი დავითის და იოანე პრესვიტერის შესახებ, ხო? ნესტორიანელების მიერ იქნა მიტანილი ეს ყველაფერი. თვითონ თავადვე წერს, რომ ესო ნესტორიანელმა ვაჭრებმა მოიტანესო, ხო? ანუ თვითონ მოლოდინს ქმნიან ნესტორიანელები მონღოლების შესახებ. ეს ერთი ვარიანტია, რომ ნესტორიანელმა თვითონ მოიტანეს. ეხლა სავაჭრო გზა საქართველოზე ჩვენთვის ისეთი არის, პირდაპირ არ გადიოდა, როგორც ასე პირდაპირ საქართველოს არ ყვეთდა. მაგრამ იგივე მაგათად გადიოდა ერთი დღის სავალზე ყოველ შემთხვევაში ეს ვაჭრები უხვევდნენ ხოლმე და ეხლა თბილისი მნიშვნელოვანი სავაჭრო ცენტრი იყო. ანისი კი ბატონო, თან ამ დროს სომხეთის ტერიტორია ხარგრძელები განაგებენ და შესაბამისად ბუნებრივი არის, რომ იქ მიტანილი ინფორმაცია მთელ სამეფოში შეიძლება თამამად გავრცელდეს. ეს ერთი ვარიანტი არის და არსებობს მეორე ვარიანტი ჯვაროსნების მხრიდან. მე პირადად ამას უფრო მეტად ვიზიარებ და ვემხრობ, იმიტომ რომ ჩვენ ასე ჯვაროსნულ სამყაროსთან არასოდეს არ ყოფილვართ კონტაქტში და არასოდეს არ ყოფილვართ დაკავშირებული როგორც მეხუთე ჯვაროსნული ლაშქრობის დროს. ანუ დღე-დღეზე უნდა წასულიყო მონღოლები რომ არ გამოჩენილი იყვნენ, ხო, ჯვაროსნულ ლაშქრობაში. და აი ამას როდესაც ვაკვირდებით, ხო, ნახეთ მუდმივი მიმოწერა, ეხლა შეიძლება ჩვენ წერილები არ გვაქვს ესე აქტიურად შემორჩენილი, ხო? მაგრამ ჯვაროსნული ლაშქრობის თვალსაზრისით მუდმივი მიმოწერა არსებობდა მოკავშირეებსა და იქ მყოფ, ანუ დამიეტაში მყოფ ჯვაროსნებს შორის. მაგალითად ჩვენ გვაქვს პელაგიუსის წერილი, ეს არის პაპის ლეგატი. ესეთი მომენტი იყო, ქართველი ისტორიკოსს აქვს ტექსტი თარგმანი მოყვანილი, შემდგომ მას აქვს მითითებული რუსი ავტორის სტატია. ასევე ხო, მე ამ რუსულ სტატიას მივაგენი, იქ არის მითითებული ლათინური ტექსტი. ეს ლათინური ტექსტი ვიპოვეთ გრანადის უნივერსიტეტში, სტუდენტი იყო წასული და მივაგენით. გვერდები რაც არის მითითებული, იქ საქართველოს საუბარი არის, მაგრამ ტექსტი არ არის. ანუ ეს წერილი კიდევ უფრო დაბეჯითებით მათქმევინებდა ორიგინალის ნახვა, კიდევ უფრო დაბეჯითებით მათქმევინებდა, რომ სწორად არ იყო მითითებული შესაბამისად. სწორად არ იყო მითითებული და რასაც ვაწყდები მე პირადად ძალიან ხშირი რაღაც არის, შუადაშორის მე პირადად მაქვს გამოცდილი, ეგ განსაკუთრებით ქართული ისტორიოგრაფიაში, როდესაც გავდივარ ხოლმე წყაროზე მითითებული გვერდების მიხედვით და არ არის ხოლმე იქ. ხო, აი წარმოიდგინე 1095 გვერდი, ან ბევრად მეტია, უბრალოდ 1095 გვერდი ვერასოდეს ვერ დავიწყე. ქართული ისტორიკოსიდან მომისმენი ესეთი რაღაცა, რომ ნეტა ვინახავს, აი ეგეთი რაღაც მომისმენია, როდესაც თავის ძროზე უთხარი მე რამდენჯერმე რომ აი და აქ არ იყო მეთქი ეს და იქნება სხვა გავაკეთოთ და რა ვინიხდება. არა და ამ დროს გაინტერესებს, იმიტომ რომ ერთი არის ხვის მიერ შესრულებული თარგმანი და მეორე, როდესაც ორიგინალს ნახულობ და აქედან შენ გაქვს საკუთარი ინტერპრეტაციის საშუალება. შეიძლება შენ სხვანაირად იკითხო. ხო, მოკლედ თუ ეს ტექსტი, აი სხვათა შორის ერთს დავამატებ, რომ ეს მარტო მე არ მიმიგნია, რომ ეს წყარო არასწორად არის მითითებული. ჟაკ დე ვიტრის წყაროები, რომელიც აქვს გამოქვეყნებული, დიახ, ძალიან კარგი გამოცემა არის და მათაც უწერიათ შენიშვნის სახით, რომ ჩვენ ბევრი ვეძიეთ, მაგრამ ვერ ვიპოვეთ, დავნებდით და ვერ ვიპოვეთ. ხო, და რაც შეეხება უშუალოდ ამ ცნობას, პელაგიუსის წერილი ამ შემთხვევაში თუ არის რეალური, მაშინ ეს ამტკიცებს იმას, რომ ჩვენ შორის მიმოწერა არსებობდა და ნუ ინოკენტი მესამემ დაიწყო ეს მიმოწერა, ოღონდ იქ ხლათის ამბებზე იყო, ჯერ კიდევ 1211 წლის წერილი გვაქვს ინოკენტი მესამის, რომელიც თავის ქრისტიანობას უქებს ლაშა გიორგის, მაგრამ ამაზე აღარ გავაგრძელებ. უბრალოდ ეს ურთიერთობა, რაც არსებობს ამ პერიოდში, ხო, ქართველებსა და ჯვაროსნულ სამყაროს შორის, შეიძლება გვაფიქრებინოს ამ ყველაფერმა, რომ შეიძლება ჯვაროსნების გვაქვს ეს მოლოდინი, თანაც წარმოიდგინეთ, ჯვაროსნებთან თუ ჩავიდა ეს ინფორმაცია, როგორია მე არ მივწერო ჩემს მოკავშირეს, რომელსაც ველოდები, რომ დღე-დღეზე მოვა, არ მივწერო, რომ აი შეიძლება შენს ტერიტორიაზე გამოიეროს და ერთად მოდით, ხო? რაღაცა მოლოდინი არსებობს, რომ აი, ნუ ეს ძალიან ოცნების ისეთი მომენტია, ორი ჯარი ქრისტიანული გაერთიანებული აღმოსავლეთიდან, მაგრამ ისე მაგარი იქნებოდა, ეს მონღოლები რომ მოდიან და ლაშა გიორგი თავის ჯარით რომ მიდის, უერთდება და ერთად რომ მიდიან.
რატო მე ხო ვაკეთებდით არა ქართველები ხო მიყვებოდით კი ხო იმათ სამსახურში ისე სხვადასხვა ეს ცნობა რამ ხრივ არის კიდევ საინტერესო ეხლა ნახე როგორ წარმოდგენა აქვთ მონღოლთა ჯარის მოძრაობაზე ეგ ჩემი აზრით გამოწვეული არის პირველ რიგში იმით რომ მონღოლების ლოგისტიკა ზოგადად იყო ხოლმე გაცილებით უფრო მარტივი ერთი მხრივ არ ქონდა გრძელი აღალი რომელიც უკან მოყვება ხოლმე არმიას და სწრაფად გადაადგილდებოდნენ ამის ახსნა გარკვეულწილად როგორ მოძრაობდნენ მონღოლები ასე სწრაფად აი მოხდა ამ მითოლოგიური სიუჟეტით რომ ისინი ამ ქერს ამრავლებენ ესე და მე აჭმევენ ცხენებს მე თავიანთ საკვებსაც ამრავლებენ რადგან ისინი ქრისტიანები არიან და ასე შემდეგ და მე როგორ ხდება მათი მოძრაობა ანუ ამ სისწრაფე ლოგისტიკის სისწრაფე და მოხერხებულობა მონღოლების არის ახსნილი არა რეალური მიზეზებით ამ შემთხვევაში არამედ ახსნილი არის რაღაცა რელიგიური მითოლოგიური შინაარსი აქ მიცემული ამას იმიტომ რომ მაშინ მონღოლები როგორ ასე აკეთებდნენ ეგ თითქმის წარმოუდგენელი იყო ხოლმე კი სხვა მომთაბარეებს შეხვედრიან ბრძოლის ორზე მაგრამ მონღოლებისთანავე ეფექტიანი არც ერთი არ ყოფილა მანამდე ანუ ეს რაღაცა გაცილებით უფრო სხვა ორგანიზება იყო ამისა ხო იმიტომ რომ ხა მონღოლები მაგალითად ცხენოსან ჯარი იყო მთლიანად და ისინი თუ თქვათ გაივლიდა ევროპული ფეოდალური არმია ერთ კვირაში რაღაც ტერიტორიას მონღოლები გადიოდნენ 2 დღეში ხოლმე და 3 დღეში მაქსიმუმ მაგას ამიტომაც აი ამის ახსნის ცდელობა არის ალბათ ეს წერილის გარკვეულწილად რომ ვერ წარმოვიდგენს რომ იქიდან იქამდე ესე მალე როგორ მოვიდნენ მაგალითად მონღოლები ხო და ამან გააჩინა მე რაღაცა მითოლოგიური სცენარი აი როგორ სწრაფი ლოგისტიკა რატო აქვთ მათ იმიტომ რომ საკვები მაგალითად არ ჭირდება თუ თანატარონ არამედ იქ მიიტანენ და ის მრავლდება და მე იმას აჭმევენ და ასე შემდეგ ხო ანუ ეს წერილი გარკვეულწილად იცი რა უფრო არის აი ყურმოკრული რაღაცა რო არის მონღოლების შესახებ და მე ამათ წარმოდგენებში როგორ ჩამოყალიბდა ასე ვთქვათ ეს რაღაცა შეთქმულების თეორიასავით როგორც მაგალითად დღეს ხდება ხოლმე ძალიან ხშირად რაღაცა ცნობა მოვა ბოლომდე არ გაქვს ინფორმაცია ამაზე და მე შენ თვითონ გონებაში რაღაცა სცენარებს ალაგებ აი დაახლოებით ეგეთი იმას წააგავს აი თუ ამგვარი წერილი მართლა არსებობს ზუსტად ამ შემთხვევაში კი და კირაკოს განსაკეთი გარდა მაგისა რო თქვათ ამასაც გვაწვდის ხო აი მნიშვნელოვანია რა იმ თვალსაზრისით რომ ერთგვარად რო შევხედოთ თურმე რუსუდანი და ივანე მხარგრძელი არ ცდილობენ თავის გამართლებას პაპის წინაშე ხო ისედაც გამარჯვებულები რო არიან თვითონ იქ ტექსტიდანაც ჩანს კაცო ეუბნებიან გამოგვიგზავნეთ მონაცემები სად როდის აპირებ ჯვაროს ლაშქრობას ჩვენ მემზადებით და მოვდივართ სად ემზადები ხო ხა რა იცოდნენ რომ რაღაცა 5 წელიწადში ისე ჯვაროს ლაშქრობებში როგორი გავრცელებული არის ეგ ხო დავსვავ რა მეგონი ინფორმატიული უხსენსო ვიდი ანუ ეხლა რასაც ლაპარაკობ კი ამბობ რომ ეს პირველი შეტაკებები ჩვენთან ისტორიოგრაფიაში კვირად რო არის დადგენილი რომ ჩვენ ამათთან დავმარცხდით თვითონ იმ დროინდელი საქართველოს სამეფო კარი არ თვლიდა რომ დამარცხდა არა არ თვლიდა ანუ რაღაც მომენტში ის თვლიდა რომ გაიმარჯვა კი გაიმარჯვა იმიტომ რომ ეს ჩვენც უნდა წავიდნენ ხელოვნებაში აუცილებლად და ასე არ უნდა ვთქვათ რომ ჩვენ დავმარცხდით მოგერიებად ჩათვალეს უეჭვად ხო ანუ წავიდნენ და ტერი თუ მოდის და მარცხდები ესე იგი შენ გიფხრობს ხო სად უნდა წავიდეს მაშინ მაგრამ ესენი ის რომ ეს დაზვერვითი ლაშქრობა იყო და ხა ვინ წარმოიდგენდა მაშინ მოვიდა საკმაოდ რორიცხოვანი ჯარი შემოვიდა დაზვერვითი და ეგეც ის არის დაზვერვითი რა ვიცი ან დაზვერვითი იყო პრინციპში იმიტომ რომ ხა ისინი იმ სიშორეგზა გაიარეს სანამ აქამდე მოვიდნენ გზადაც რომ იმ ქვეყნებს ხო ერიპყრობდნენ იდეაში ხო არის მაგრამ ხა შენ იმ სამეფო კარის წარმოდგენით რა იცი შენ ხო აი მაგაში ესახმები ეგ არის მოვიდა ეომე ხალხი დაუხოცე და წავიდა მოგვიგია ეხლა ნახე როგორი საკითხია კიდე აქ მეორე ვარიანტიც არის მაგ გადმოსახედიდან იგივე კალკას ბრძოლაც რომელიც მაგის შემდეგ ხდება რომელშიც ასევე მონღოლები ტოვებენ რუსეთს და მიდიან შეიძლება რუსებს აღეკვათ მაშინ რომ ხო ჩავხედოთ ხო ჩვენ ახე რა უკეთებთ კატასტროფა ხდება მაკრონიკაში გლობის გარდა ვერაფერს ვერ მიაკეთებს იმათ ხო მაგრა წააგეს ანუ რუსი მთავრები შეიპყრეს მონღოლებმა დააწვინეს ხელფეხი შეუკრეს სუფრაგაშალეს ზედ და ხინკალი ჭამეს ზედ და ეხა მაგის მერე ბუნებრივია ვეღარ გამართლდებოდა ვერანაირი ეგეთი ამ შეიძლება არ მოხდა რა ხო უცებ ვიტყვი ბარემ ჩავამატებ რა თუ ომი წააგე და ბრძოლა წააგე რა ის დისკორცინისთვის ემზადები ლაშა გიორგიზე მოგსაუბარი ხო თეოზევინარი იმაზევინე მაგას მერე პროსტა ხო აი ესეც ერთ-ერთი საფუძველი მომენტია ისიც საკითხავია მართლა მათ ამ ბრძოლაში ჭრილობის გამო მოკვდა თუ
ან შეიძლება რამე მოუწყეს კიდევაც შეთქმულება რაღაც ხო ანუ არ იცის ახლა ზუსტად ეს თუმცა არის მაგის შანსი არსებობს ჩვენ ვახსენეთ რომ გარდა საქართველოსი ახლო აღმოსავლეთისა და რა თქმა უნდა რუსეთისაც როდესაც ცნობილი კალკას ბრძოლა გაიმართა მონღოლები შემდგომში მიაღწევენ ისეთ შორეულ მათთვის ძალიან შორეულ მხარებს როგორც იყო უნგრეთი მაგალითად პოლონეთი ანუ აღმოსავლეთ ევროპას უშუალოდ დაესხნენ ისინი თავს და მივიდნენ გარკვეულ გეოგრაფიულ ზღვარამდე იქაც მაგალითად გერმანიასკენ სადაც უკვე დიდი ტყეები იწყება და სამხრეთში შედარებით ალპებისკენ სადაც მათთვის უფრო ძნელად გასავლელი იქნება და ლოგისტიკური თვალსაჩინით. ამავე დროს მათ ლაშქრობას ხელს უშლიდა ხოლმე ხშირად რომელიმე ყაენის სიკვდილიც. ყაენი მოკვდებოდა ყველანი მიდიოდნენ მერე შეკრებაზე იქ ხო ერთად ყურულთაიზე რომ ახალი ყაენი აერჩია და თავდებოდა ხოლმე თქოს გაითიშებოდა ყველაფერი. და გარკვეულწილად ევროპაშიც მსგავსი რაღაცა მაშინაც მოხდა, მაგრამ ამავე დროს მე თქოს სანამდე მივიდნენ ძალიან დიდი წარმატებით მონღოლები. მათ ყავდათ ისეთი დიდი მხედართმთავარი როგორც იყო სუბუდაი, რომელსაც იგივე რიჩარდ გაბრიელი ცნობილი სამხედრო ისტორიკოსი მიიჩნევს ყველა დროის ერთ-ერთ უდიდეს მხედართმთავრად და თუ მის გეოგრაფიას ვნახავთ უბრალოდ რამხელა სივრცეში მოქმედებდა ეს კაცი და რამდენი ბრძოლა აქვს მოგებული, არ გაგვიკვირდება ნამდვილად. ჯებე და სუბუდაი რომლებსაც ჩვენ გვესტუმრნენ თავის დროზე და ლაშა გიორგისთან მათ გამართეს ბრძოლა, ორივე ძალიან გამორჩეული სარდლები იყვნენ და იყვნენ იმ ქოფაკებს შორის, რომლებიც ყავდა ჩინგის ხანს თავის დროზე. და მათზე დეტალურად ვისაუბრეთ ჩვენ ეპიზოდზე ჩინგის ხანის შესახებ და შეგიძლიათ ნახოთ მათი ბიოგრაფიაზეც კი გვაქვს იქ საუბარი. მაგრამ გამოჩნდნენ მონღოლები აღმოსავლეთ ევროპაში, დაესხნენ თავს ქრისტიანულ სამეფოებს. როგორ შეხვდნენ ისინი მონღოლებს? რა იცოდნენ მათ მონღოლების შესახებ? ან როგორ შეიცვალა მათი დამოკიდებულება მას შემდეგ, რაც ბრძოლის ველზე მოუწიათ აი ამ ძალიან ბრისხანე ძალასთან დაპირისპირება. ესე იგი, პირველ რიგში რაც აი სწორედ აღნიშნე, რომ ყაენის სიკვდილი ყოველთვის იწვევდა ხოლმე ერთი რაღაცა ლაშქრობის დასრულებას. პირველი ესეთი იყო ჩინგის ყაენის დროს, აი პირველი მაინც ევროპას მივათვალოთ, ევროპაში შეჭრა აღმოსავლეთ ევროპაში იწყება ჩინგის ყაენის სიცოცხლეში, ჯერ კიდევ, აი 20-24 წლები, 1224 წლები, როდესაც ისინი მიიწევენ აი რუსეთისაკენ და უფრო დასავლეთის საზღვრებისაკენ, მაგრამ მერე ჩინგის ყაენის სიკვდილმა დაახამა ყურულთაიმ, სადაც უგედეის აირჩევენ, ხო? ამას შეწყვიტა. მეორე თუ კი, როდესაც უგედეის აირჩევენ და უგედეი დგება და ყურულთაიზი 1235 წელს აცხადებს, აი ხა შევჩერდეთ, ჩვენ დასავლეთისკენ გზას ვაგრძელებთ. ეს ხდება უკვე 35-ში და იწყება ერთი ახალი ლაშქრობა ევროპის მიმართულებით, რომელსაც სათავეში უდგება ჩინგიზის შვილიშვილი ბათუყაენი. და კი ბატონო, და ის მიდის დასავლეთისაკენ. პირველი შეხება ეს არის რაღაცა პოლონეთისკენ, უნგრეთისაკენ და ვოლგის ბულგარებისაკენ. და აი ეს ყველაფერი ხდება ერთგვარად თანადროულად. 1251-ში იწყება ესე ვთქვათ, მოდი, დავასრულებთ ფაქტობრივად ამ ერთიან კამპანიას. მოკლედ, რა ხდება? აქ არის ერთგვარად აი პოლონეთისაკენ და ვოლგის ბულგარეთისაკენ ეს არის ერთგვარად დივერსიული ლაშქრობა. ანუ ყურადღების გადატანა უნდა უნგრეთის მეფის და უნგრელების. რატომ? იმიტომ რომ ბათოს წერილში, რომელიც მან გაუგზავნა უნგრეთის მეფე ბელა მეოთხეს და აქ არ უნდა დაგვეწოს კაცია ეს ბელა. და მოკლედ გაუგზავნა წერილი, ხო, ეს ბელა მეოთხეს, ხო? იქ ჩანს განსაკუთრებით როგორ აფასებს ბელას და ზოგადად უნგრეთის სამხედრო ძალებს. როგორც ტოლსტორს ისე უყურებს, მაგრამ თან ამავე დროს, რასაც მონღოლები წესი და რიგი არის და ამორჩილების თხოვნა, აი იმას უგზავნის ბელას. ეხლა მე აქ მაქვს უშუალოდ თარგმანი წერილის და შევეცდები რომ მონაკვეთი წაგიკითხოთ აქედან და შევეცდები რომ აი რაღაცა მნიშვნელოვან აქცენტებზე გავამახვილო ყურადღება. ნახეთ, მე ხანი ზეციური მეფის მაცნე, რომელსაც მან დედამიწაზე მისცა უფლება მოსილება. რას ნიშნავს ეს? ეს ნიშნავს იმას, გარდა იმისა, ვთქვათ, რომ ის არის მიწიერი ღმერთი. მონღოლები არიან ღმერთის მიერ გამოგზავნილი ხალხი, რომელიც აპირებენ რომ მთელი არსებული სამყარო, მათ რაც წარმოედგინათ, დაიპყრონ. შესაბამისად, ბელას ტერიტორიაც ამ შემთხვევაში ექცევა მასში და ისეუნება რომ მე ვიცი, რომ შენ გაქვს ძალა, სამხედრო შესაძლებლობა, ძლიერი მეფე ხარ,
თან ეუბნება რომ შენ სამხედრო პოტენციალი ვიცი, მაგრამ შენც უნდა დამომორჩილდე, იმიტომ რომ ჩვენ ვინც დაგმორჩილდება, ამათ კარგად ვექცევით, მაგრამ ვინც არ დაგვემორჩილება, ხო? მათი უკვე ძალიან ცუდად ვაგებინებთ პასუხს. თან ამავე დროს ბელას აბრალებს ერთ ძალიან აბრალებს არა პრინციპში სამართლად ეუბნება, შენ ჩვენი უშუალო მტრები, კუმანები შეიფარე, ხო? კოტენი მათი ხელმძღვანელები, კი ბატონო. და ამათი შეფარება უშუალოდ ჩვენთან დაპირისპირებულ მხარედ გაქცევს და ნუ დაიფარავ მათ და ნუ შეინახავ მათ და შესაბამისად აღიარე, ნახეთ როგორ რაღაცა არის, რაღაცა იგივე მაგალითად საქართველოში როდესაც მოდიან, ხო? აქ რაღაცა სამხედრო დაპირისპირება, დაგიპყრო, მე ჩაგიყენებ ჯარს და მუდმივად იდგება, მსგავსი არაფერი არ არის. უბრალოდ აღიარე, რომ მე ვარ ღვთისმიერ წარმოგზავნილი, მიწიერი უფალი და ამის შემდგომ დამემორჩილე იგივე ხარკი გადაიხადე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანი არის მონღოლებისათვის, მაგრამ თავარი არის რომ აღიარო რომ მე ვარ მიწიერი უფალი. ამ წერილის პასუხად ბელამ გააკეთა იგივე რაც გააკეთა თავის დროზე ხორეზმის შაჰმა მუჰამედმა, ელჩების სიკვდილით დასაჯა. ეხლა რა ფასი აქვს მონღოლებისათვის ელჩს, ამაზე ოდნავ მოგვიანებით ვისაუბრებ, მაგრამ თავიდანვე ვიტყვი, რომ ელჩებს ძალიან აფასებენ, მთელი პატივისცემა, მთელი ასე ვთქვათ, რიდი და მთელი ის აქვთ ელჩების მიმართ და ბელას ეს ქმედება, თან ყველაზე ცუდი რაც არის, ელჩების გაბრუნება, რომ არ გაგატანთ წერილს, არ პასუხობ ერთზე, მეორეზე და მე უკვე ელჩებს ხოცავ, ხო? ეს იმდენად აღიზიანებს ბათოს, რომ მას გადაწყვეტილი აქვს, რადაც არ უნდა დაუჯეს, ბელა ცოცხალი ჩაიგდოს ხელთ. ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ბელამ გაქცევა მოახერხა ამ ბრძოლის ველიდან, საუბარი მაქვს მოჰის ბრძოლაზე, ხო, უშუალოდ უნგრელებთან რაც მოხდა. არის ზუსტად ეს, რომ მონღოლებს ბრძანება ჰქონდათ ბათოსგან, რომ ბელა უნდა ჩაიგდოთ ცოცხალი ხელში ტყვეთ. უშუალოდ მოჰის ბრძოლაზე და იქ სამხედრო პერიპეტიებს მე არ შევეხები, უბრალოდ დიპლომატიური მხარე მინდა უკვე. მე ვიტყვი, რომ ცესასროლიერაღის გამოყენება მოხდა მაგ ბრძოლაში, რაც ძალიან უჩვეულო არის ამ პერიოდის ევროპისათვის. კი და აი ის წეგან რო ახსენე, სუბუდაის დამსახურება არის მოჰის ბრძოლაში გამარჯვება, იმიტომ რომ საჯოს მდინარე მან გადალახა და მან მოუარა, ასე რომ ვთქვათ. ასევე შენ ელჩებზე რომ ახსენე, ძალიან პატივისცემდნენ მონღოლები. უნდა ვთქვათ, რომ მათ ხომ უამრავი ტიპის გადასახადი ჰქონდა წესებული. ერთ-ერთი იყო ელჩების ხო, საერთოდ გადასახადი, რომ მათთვის ზღვენი მიერთმიათ და ეპატრონათ მანამდე სანამ ის იმყოფებოდა ამ შემთხვევაში ელჩის სტუმრად ამა თუ იმ მონღოლების ვასალურ სახელმწიფოებში, ხო? კი, უსაფრთხოების ფირმას აძლევდნენ, რომლითაც სრულიად უსაფრთხოდ ტერიტორიაზე რომ გადაადგილებდნენ მთელ მონღოლეთის იმპერიაზე და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ელჩობა ამ პერიოდში რამდენად საფრთხის შემცველი არის, ხო, ხშირ შემთხვევაში. კი, ანუ რამდენად საფრთხის შემცველი არის, ეს ჩვენ კარგად ვიცით. ხო, აქ რა ხდება? ახლა ომს არ შევეხები უშუალოდ, ბრძოლას არ შევეხები უშუალოდ, შემდგომ რა ხდება? შემდგომ ხდება ის, რომ ეს დაპირისპირება აპრილის თვეში იმართება და ბელა გარბის, ჯერ გარბის ავსტრიაში, ავსტრიის ჰერცოგ ფრიდრიხთან, რომელიც დახმარების იმედიც აქვს, მაგრამ სუტყუილად, იმიტომ რომ ფრიდრიხი არაპირებს გაწევს, ფრიდრიხს უნგრეთზე აქვს თვალი დადგმული და იმას თავისი ინტერესები აქვს, ხო? და ტყვედ ჩაიგდებს და ტყვედ რომ გამოისყიდოს თავი რაღაცნაირად, ხო, უნგრეთის მთელ რიგ ტერიტორიებს უთმობს, გამოდის და წერს მაისში უკვე რომის პავს. წერილი არის იმ მდგომარეობის, იმ სავალალო მდგომარეობის შესახებ, რაც უნგრეთში დატრიალდა მონღოლთა ლაშქრობის შედეგად, თან ეს მონღოლები დგანან უკვე უნგრეთის დედაქალაქი, ასე დავარქვათ, იყოფა ორ ნაწილად, ხო? ანუ პეშტი და ბუდა. პეშტი აღებული აქვს უკვე მონღოლებს და დგანან იქ და ელოდებიან ასე ვთქვათ, დუნაის გაყინვას, რათა გადავიდნენ ბუდას მხარეს. და ჯერ მარტო ამის მოფიქრება როგორი არის, მოიფიქრო ისო, აი ეს ადრე თუ გვიან გაიყინება კლიმატური პირობებიდან და დაველოდოთ და ესე გადავიდეთ, ხო? და მოკლედ ერთი სიტყვით ესენი დგანან აქ და ამ ყველაფრის შესახებ რომ თავის სამეფოდან გამოქცეული არის, რომ ესენი არ არიან ადამიანები, რომლებიც აქ გაჩერდებიან, ისინი ავსტრიის მიმართულებით. პომპეუსი რო ყოფილიყო ხიძა აშენებდა. არა, მე მგონი, რამდენადაც მახსოვს, უნგრეთში იყო მე-19 საუკუნეში აშენდა პირველი ხიდი უნგრეთში, ახლა ანუ წარმოიდგინეთ მე-19 საუკუნემდე არა, ანუ ხის ხიდები იყო პრინციპში. ხო, იქნებოდა უნებრივი. კი, ხიდები იყო, მაგრამ ეს ავსტრიის იმპერიის ნაწილი იყო და ახლა უნებრივი ახლა ავსტრიელებს ხიდს არ აშენებდა, გაათხოვილა საქმე. დუნაის სიგანიდან გამომდინარე ძალიან რთული არის იქ. სხვადასხვა აი მაგ ამბავს უკავშირდება ნაპოლეონის მარცხი ასპერ ნესლინგთან.
რის გამოც მას მოუხდა რომ დუნაიზე აეშენებინა საპონტონე ხიდები და რომლებიც ჩაინგრა ჯარის გადასვლის პერიოდში. და ნახევარჯარი ერთ მხარეს დარჩა, მეორე ნახევარი მეორე მხარეს და იმ მეორე ნახევარს შეუტიეს ავსტრიელებმა და კინაღამ დაამარცხეს. ფაქტობრივად ისე გამოვიდა, აი ბეწვზე გადარჩა, მოკლედ რომ ვთქვათ, იმიტომ რომ დუნაი უშლიდა ხელს, ძალიან ფართოა ძალიან დუნაი მართლა და რთულეს შენებელი ხიდები. და მით უფრო თუ ადიდებული არის, ადიდებული გადმოდის კალაპოტიდან და ხშირად მინახავს აი პარლამენტის მხარე ბუდაპეშტის დატბორილი და აკრძალული რო არის ტურისტების შესვლა. აქედან გაქცეული ბელა წერს ამ წერილს და ატყობინებს მდგომარეობას და თან ეუბნება მომავალი საფრთხის შესახებ, რომ ეს საფრთხე არ არის მარტო უნგრეთისთვის. ეს არის ავსტრიისათვის, იმიტომ რომ არ გაჩერდება ეს წინსვლა მონღოლთა, ნუ მან რა იცოდა, ეხლა რო ყაენი გარდაიცვლებოდა და უკან მიბრუნდებოდნენ, ან თუნდაც მეორე მიზეზი რაც არის, რასაც ასახელებენ ყოველ შემთხვევაში, ეს არის რომ საძოვრები არ ქონდათ ამ ტერიტორიაზე და ამის გამო მიბრუნდნენ, ხო? რა იცოდნენ ან ამის შესახებ, ან იმის შესახებ, ხო, ამ დროისათვის. ისინი ფიქრობდნენ, რომ გზას კვლავ წინ გააგრძელებდნენ და შეუტევდნენ. ხო, საძოვრები არ მგონია გაჭირვებოდათ პრინციპში. ალბათ იმის იქით უფრო, ხო? უფრო აი დასავლეთის მხარეს, დასავლეთ უნგრეთის მხარეს. უნგრეთი თავის მხრივ, ხა თვითონ უნგრელებიც არიან ის ხალხი, ვინც მან ცხოვრობს, მომთაბარე ხალხი მოვიდა და დასახლდა მადიარები, ხო? და შესაბამისად გარკვეულწილად ხა მათთვისაც მისაღები იყო სავარაუდო ტერიტორია თავიზოზე რომ მან გაჩერდნენ სამეფო შექმნეს ესე იგი ამიტომაც აი ეს მონღოლებიც კომფორტულად ზრუნავდნენ თავს უნგრეთის ჩათვლით და აი იმის იქით უკვე იმის იქით არ ვიცი როგორ ამოხდებოდა ალბათ არავინ არის ის ისეთი ყინვა იცის ხო მაგრამ მაინც არავინ არის რა მოხდებოდა არის შანსი რომ მონღოლები პროცედურაში შეჭრილიყვნენ უბრალოდ ალბათ მართლა ამ ყაენის სიკვდილიდან გამოწვეულმა მე უკან დაბრუნება მონღოლებისა მე ხა იქიდან კიდე ხელახლა დაწყება ამ ყველაფერს ამით უმეტეს რომ მონღოლთა იმპერიას ნენელა შიდა სივრცეში იშლება ხო ნაწილ-ნაწილ და უკვე რაღაც კონკრეტულ ადგილებში მისიის ხდება კონცენტრირება ალბათ უკვე გააძნელა რომ კიდე დასავლეთში დიდი ლაშქრობა მოხდა და იცი რა არის კიდევ ერთი მიზეზი მე რაც ხშირად მეკითხება ხოლმე არის ის რომ დასავლეთი ნაწილი უფრო მეტად იყო ციხესიმაგრეებით დაფარული ეხლა ტყეები ციხესიმაგრე ხეობები და ხო გაქცეული უნგრელები დასავლეთ უნგრეთში აშენებენ ციხესიმაგრეების თელ კომპლექსს მართალია ტექნიკა ქონდათ მონღოლებს ციხესიმაგრეების აღების. მაგათ უფრო ქონდათ კიდე უფრო. კი, უბრალოდ წარმოიდგინეთ, ეხლა ჩვენ სხვანაირად მოგვივიდა, ხო? ავაგი პირველი იყო, ვინც მივიდა და მისცა მაგალითი და მე ყველა დანარჩენმა ჩააბარა, ხო? მაგრამ ჩვენთან იყო მართლობის პრობლემა, მაგალითად და მაგრამ დასავლეთში ჯერეთი ბელას ძალაუფლებას ისედაც არ აღიარებენ ფეოდალები და ცაცალკე ებრძვიან. მიუხედავად იმისა, რომ ბელა ეუბნება პეშტში დამელოდეთო, ეს ბრძანება რომ გასცა რომ პეშტში დამელოდეთო, კაცშვილი არ და ანუ უშუალო წყარო გვეუბნება რომ არა ერთ-ერთი არქიეპისკოპოსი არის უგოლნიზე რომ ის თავისი წავიდა და რას ლაპარაკობ კაცო მე აქ ვიჯდე პეშტში და აქ დროს ჩემი მიწები აოხრონო წავიდა და პირველივე შეტაკებაში დამარცხდა. ნუ სწორსაუნება და ბელა დატეული იყო ხა იმ პეშტში მაგრამ ყოველი შემთხვევისთვის წავიდა. ეს მოჰის ბრძოლაში მონღოლებმა იმდენად სასტიკად დაამარცხეს უნგრელები და ლეგნიცასთან კიდე პოლონელები რომ აი რა დონეზე შოკი უნდა გამოეწვია ამას რომ ამათი შედარებით ახლა ეგონათ რომ რა ვიცი მოვიდა რაღაც აზიიდან მომთაბარეიც ხო და ასე გადაგიარა ასაც ქვია Z ბრძოლაში სავარაუდოდ ამას უნდა ქონოდა გამოხმაურება უკვე ევროპაში და პოტენციური საფრთხის აღქმა ამით ხო აი რამდენად შეიძლება ითქვას რომ აღმოსავლეთ ევროპული წარმოდგენა მონღოლების მიმართ და პაპისა და ჯვაროსნებისა კონტრასტული იყო ერთმანეთის მიმართ საფრთხე რომ რეალურად შეეფასებინათ, ეს უნდა ყოფილიყო სასწრაფო ჯვაროსნული ლაშქრობა. ხო. იმდენად სასწრაფო ჯვაროსნული ლაშქრობა, რომ ამ დროს რომის პაპი არის გრიგოლ მე-9. რომის პაპს არ უნდა ეფიქრა ფრიდრიხ მეორე-სთან ბრძოლაზე და ინდულგენციები, რასაც ის ტრადიციულად გასცემდა ხოლმე მათთვის, ვინც ჯვარს აიღებდა, ინდულგენციები ფრიდრიხ მეორის წინააღმდეგ ჯვაროსნულ ლაშქრობაზე კი არ უნდა დაეხარჯა. არამედ ბელას დასახმარებლად უნდა დაეხარჯა, ხო? მაგრამ ნახეთ როგორ რაღაცას აკეთებს, ესეთ რაღაცას, ესეთ წერილს უბრუნებს ბელას მაისში გაგზავნილ წერილზე, ივნისში უბრუნებს პასუხს და ესეთ რაღაცას ეუბნება, რომ აი ხა ამხნევებს რა რომ შევიტყვეთ თქვენი ამბავი ძალიან განვიცადეთ ეს ტრადიციული ტექსტი გაგახსენებს ძალიან 1240 წელს რუსუდანისთვის გამოგზავნილ წერილს და ეუბნება რომ თქვენ ქრისტიანობის დასაცავად უნდა იბრძოლოთ. ოღონდ იმას არ ეუბნება რომ მე გამოგიგზავნი ჯარს და ერთად იომე და არა თქვენ ქრისტიანობის დასაცავად თვითონ ახლა რას გაუგზავნებთ? გადასარჩენად უნდა იბრძოლო ხო წარმართების წინააღმდეგ და ბოლოში ეუბნება რომ
აი სუსუს ბოლო ნაწილი არის წერილის რომ მეო მაქსიმუმ რაც შემიძლია ანუ გავაკეთებ იმას რომ ფრიდრიხის ანუ აქ გაცემული ინდულგენციების ნაწილს შევცვლი რომ თქვენთან წამოვიდეს ანუ ეს რაღაცა ერთიანი ჯვაროსნული ლაშქრობა კი არ არის და არამედ არის რაღაცა ძალიან ესეთი რაღაცა რაც შემიძლია გავაკეთებ რა ეხლა წამოსვლელი წამოვა რა გამოვიდა ხო ანუ ფაქტობრივად არ ეხმარები მართალია მე ფრიდრიხ მეორის ვაჟმა დაიწყო ჯვაროსნული ლაშქრობისთვის მზადება მაგრამ ჩვენ არ გვაქვს ინფორმაცია სად შეწყდა დაიწყო არ დაიწყო ანუ მეგონი მონღოლები თვითონ გაბრუნდნენ და აღარ გახდა საჭირო ხო არა ეს ჯერ კიდევ 51-ში დაიწყო მზადება ჯვაროსნული ლაშქრობისთვის ჭყალებში ჯვაროსნული ლაშქრობისთვის მაგრამ აი მე რა როგორ ხდება ეს უკვე არ ვიცი თვითონ ამ ჯარის ამბავი ვერ მოხერხდა ძალების კონსოლიდაცია იმიტომ რომ საერთოდ სხვა რაღაცა იყო პაპისთვის ამ დროს მნიშვნელოვანი სათანადო ყურადღებაც არ მიექცა აი ისევე როგორც მაგალითად 1223 წელს კალკასთან ხო გამართული ბრძოლის მერე რას აკეთებდა პაპობა გაიგო მონღოლების შესახებ ამ საფრთხის შესახებ ყველაფერი გაიგო და წავიდნენ კაცო ეს და აღარ აქცევს ყურადღებას. ანუ აღარც კი ახსენდებათ ესენი. წარმოიდგინეთ 41 წლამდე არავის გახსენებია რომ მონღოლები არსებობდნენ. იმდენად მოვარდნენ და გაქრნენ მე ეს რაღაც პერიოდში. იმდენად მოცული არის ევროპა შიდა დაპირისპირებებით და შიდა საქმეებით. ფრიდრიხი არის მისი შუა საუკუნეების მთლიანად ეგ არის. ხო, ფრიდრიხი არის მისი პირველი საქმე როგორც ასეთი, ხო? აქედან გამომდინარე იყო ჩავერთვები არამედ შიდა ევროპაში. ლაშა გიორგი პირველი გამოჩენის მერე, როდესაც ცდილობს აქაური რაღაცა რეგიონში ალიანსის შეკრას მონღოლების წინააღმდეგ, გარდა იმისა, რომ ერთმანეთი არ გვევასებოდა, ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ხლათმა ვიღაცებმა უარი თქვეს, ესე რომ მოვიდნენ და წავიდნენ რა, ანუ ის არ მომთაბაგია რა, ანუ ეს რომ ის საფრთხე რომ ესენი შექმნიან და დაგიპყრობენ პერიოდს, ხო? კი. არც საქართველოს გააზრებული. კი, არანაირად. მოვიდა, მაგრამ არ ქონდა. კი იმ დროის გადმოსახედიდან ეგ უფრო ლოგიკური ჩანდა რაც მოხდა და იმიტომ მით უმეტეს რომ ადამიანს ისედაც ახასიათებს ხოლმე რომ ესეთი რაღაცა საფრთხის წინაშე რომ დადგება ცოტა მოკლედ ეგ ისე როგორაც გამოიძვრინოს თავი რომ პასუხისგებლობა არ აიღოს ამ საფრთხეზე და შესაბამისად ეხა არც ეგ არის გასაკვირი რომ მათაც გაატარეს მოკლედ რომ თქვა და რაღაც შიდა საქმეები დაკავდნენ როცა მოადგენათ მე უკვე მონღოლები მე მივხვდი რაც ხდებოდა მაგრამ ამაზე საერთოდ ხიათ ამომიხომე რომ ისტორია იმიტომ უნდა ვიცოდეთ რომ ვისწავლოთო წარსულის მაგალითებიდან მე ჯერ არ ვნახია რომ რამე სწავლო საკედან ანუ იცის თუ არის ისტორია იგივე შეცდომების ყოველ ახალ ციკლზე გამეორება ხდება ყოველთვის და იგივე ხდება ამ შემთხვევაში მაშინ მონღოლები იყო ეხა სხვა საფრთხე არის ამას ასეთი და იმაზე ადრე კიდე სხვა იყო და ყველაზე დაახლოებით ერთი და იგივე მეორდება ხოლმე ეს კონსოლიდირება და საერთოდ ძალების გაერთიანება რაღაცა აი უიშვიათეს შემთხვევებია ხოლმე ისტორიაში როცა მართლა მომხდარა აი მაგალითად პირველი ჯვაროსნული ომი ამიტომ არის რაღაცა გამორჩეული შემთხვევა რომ როგორღაც მართლა ის ჯვაროსნებმა შეკრიბეს ჯარი წავიდნენ და მართლა რაღაცა შედეგი დადეს როცა სხვა დროს ან ერთმანეთს ჭამდნენ ეს მეფეები გზაში ან შუა იმაში იშლებოდა ეს ლაშქრობა ან საერთოდ სხვაგან წავიდოდნენ ხოლმე აი რო ძალიან იშვიათია რომ რაღაცა მართლა მიიყვანოს ხოლმე ბოლომდე ალიანსმა ანუ ადამიანებს არ შეუძლიათ კოლექტიურად მოქმედება ამ შემთხვევაში ძალიან უჭირთ ასეთი შემთხვევებია ნაპოლეონის ომებში მოუნდათ მაინც და მაინც ასეთი კოლექტიური გაგიჟება მთელი ევროპა შეიკრიბა და ამ ერთ კაცს ლაიფციგთან დაესხა 7 მილიონიანი არ მიდდა დანარჩენ შემთხვევაში ყველა ცაცაკე იყო რა მაგ დროს ეგოს პრობლემა არის რომ ყველა თავისი ეგოს დაცვაზე ზრუნავს და ყველას თავისი ინტერესები აქვს და ეხა პატარა რაღაცაზე ერთმანეთს გადაკვეთა და უკვე დამთავრებულია ხო ამ შემთხვევაში მესამე ჯვაროსნული ომი ამის კარგი მაგალითია იგივე მეხუთეც პრინციპში და საერთოდ ჯვაროსნული ომების ერთ-ერთი მთავარი პრობლემა იყო ის რომ ერთმანეთს საერთო ენას ვერ ნახულობდნენ ხოლმე ესენი და თუ ისინი ვერ ნახულობდნენ საერთო ენას რა გასაკვირია რომ საქართველოს ვერ გამოენახა ისლამურ სახელმწიფოებთან საერთო ენა ხო მით უმეტეს რომ ის სხვა დროს თუ იმ კოალიციაში იყვნენ სხვა დროს ქართველები თვითონ ხლათზე ლაშქრობდნენ ან ისინი პირიქით ლაშქრობდნენ საქართველოზე და როგორ გინდა ეხა ამის ალიანსის ჩამოყალიბება და მოთხოვნა მე-13 საუკუნის მუსლიმი ამირასთვის მაგალითად რომ საქართველოს მეფესთან ალიანსი შეკარი მთაბარეები რომ მოვიდნენ იმის წინააღმდეგ ხო ბუნებრივია არც ისე რეალისტურად ჟღერს და არც მომხდარა ალბათ ჩვენ გადავიდეთ მისიონერებზე პაპის ლეგატებზე შემდეგ რომლებმაც მონღოლებთან დაიწყეს გააბეს კონტაქტები პირველი და ადგილზე ნახეს ვისთან ჰქონდათ საქმე და რა ხდებოდა ზოგადად როგორ ფუნქციონირებდა ეს სახელმწიფო მონღოლების ესენი იყვნენ პლანო კარპინი და გიომ რუბრუკი როგორ წარიმართა მათი მოგზაურობა და ჩვენი თვალსაზრისით რატომ არის საინტერესო ეს იმიტომ რომ ისინი ასევე გვაწვდიან ცნობებს იგივე დავით ულუსა და დავით ნარინის შესახებ ხო
პლანო კარპინი. პლანო კარპინი. კი ბატონო, პირველ რიგში ვიტყვი იმას, რომ გრიგოლ მეცხრეს კი მისწერა ეს წერილი ბელა, მაგრამ გრიგოლ მეცხრესთვის მაინც არ იყო მთავარი საკითხი, არ გამხდარა ეს მთავარი საკითხი. აი სამაგიეროდ მონღოლური საფრთხე მნიშვნელოვანი გახდა ინოკენტი მეოთხესთვის. რომელიც 1245 წელს მოიწვევს ლიონში საეკლესიო კრებას და ამ ლიონის საეკლესიო კრებაზე სამ უმნიშვნელოვანეს საკითხს დასვავს. პირველი ეს არის ჯვაროსნული ლაშქრობა, რომელიც ყოველთვის აქტუალური იყო და ყოველთვის მნიშვნელოვანი, ყოველთვის პირველ საკითხად ისმებოდა ხოლმე. მეორე ეს არის უნია აღმოსავლეთის ეკლესიასთან, ანუ ბერძნულ ეკლესიასთან და მესამე საკითხი არის ქრისტიანობის ყველაზე დიდი მტერი, წარმართი მონღოლები, მაგრამ ბევრი არაფერი არ იციან წარმართი მონღოლების შესახებ. ამ პერიოდში ლიონის საეკლესიო კრების დროს ზუსტად მოვა რუსეთიდან ჩამოვა ესეთი კაცი, არქიეპისკოპოსი პეტრე, რომელსაც 10 შეკითხვას დაუსვავენ და ეს პეტრე პასუხობს ამ 10 შეკითხვას. მათ საბრძოლო თვისებებზე, ცხოვრების წესზე, რელიგიაზე უსვავენ შეკითხვებს. ამასთანავე უსვავენ იმაზე თუ რას ფიქრობენ ისინი ლათინებზე, მათ საბრძოლო უნარებზე და მაგალითად პეტრე პასუხობს ლათინებთან დაკავშირებით, რომ ისინიო ლათინებს ყველაზე სერიოზულ რომაელებს უწოდებს, ოღონდ რომაელებს ყველაზე სერიოზულ მტრებად მიიჩნევენ და ყველაზე სახიფათოდ და მათ თუ დაამარცხებენ და მათ თუ დაიპყრობენ, მაშინ მათთვის სამყაროში სერიოზული მოწინააღმდეგე ოპონენტი აღარ იარსებებს. ეხლა წარმოიდგინეთ, რაინდი ხარ შენთვის და ამას გეუბნებიან, რომ შენ ხარ ჩემი ყველაზე სერიოზული მოწინააღმდეგე, ხო, ყველაზე სერიოზული მტერი. ნუ აი შენ ეგოზე საოცრად იმოქმედებდა და ანუ შენც რაღაცნაირად გაინტერესებს, როგორი არის ის ხალხი, რას საქმიანობს, ხო? და აი ეს გადავდივართ უკვე ეტაპზე, სადაც იწყება მათი შესწავლა. და ამ შესწავლისთვის საჭირო არის, რომ ელჩობა გაიგზავნოს. ეს ორი ელჩობა, როგორც ახსენ, ერთი არის ფრანცისკანელი ბერის, ან ფრანცისკელი ბერის პლანო კარპინის ექსპედიცია, რომელიც ამ შემთხვევაში მიდის მომავალში ჩამოყალიბებულ ოქროს ურდოზე და მეორე ეს არის ასცელინის ექსპედიცია, რომლის შესახებაც ნაკლებად გვაქვს. ვინსენტ დე ბოვეს აქვს შემონახული ორივე მათი ეს ნაშრომი, რაც აქვს ჩანაწერები, დანარჩენი ესე რაღაცა არ შემოგრჩენია და იქიდან ამოგვაქვს ესე იგი ეს ასცელინის ცნობები. ოღონდ ასცელინი მიდის მომავალ, ასე რომ ვთქვათ, ილხანთა საყაენოში, სადაც ბაიჯუნოინი დგას და ბაიჯუს კარზე მიდის პირდაპირ. ეხლა პლანო კარპინმა უნდა გაიაროს, ჯერ უნდა მივიდეს სარტახთან, მერე უნდა წავიდეს, ოღონდ ჯერ არ იცის, წერილი მიაქვს პაპის, ჯერ არ იცის, რომ მის სარტახი ვერ გასცემს მას სათანადო პასუხს. ისევე როგორც არც ასცელინმა არ იცის, რომ ბაიჯუ ვერ გასცემს მას სათანადო პასუხს, სანამ არ ეყოლებათ, არ ექნებათ, ესე იგი დიდი ყაენისაგან რეკომენდაცია და პასუხი, იმიტომ რომ ამ დროს ჯერ ეს დაშლა ბოლომდე არ არის დასრულებული. ილხანთა საყაენო საერთოდ არც არის ესე რომ ჩამოყალიბებული ჰულაგუს მხრიდან და შესაბამისად დიდი ყაენისგან ელოდებიან ბრძანებას, რა ეთქვის დიდი ყაენი, რა პასუხს გასცემს. დიდი ყაენი ყარაყორუმშია. დიდი ყაენი არის ყარაყორუმში. ან არც არჩეულიც არ არის ხოლმე ზოგჯერ საკმაოდ იწელება ეს ხო? ეს არის პრობლემა, არჩეული არ არის. ამ დროს არის გარდაცვლილი პაპი და ყაენი და ჯერ გუიუ ყაენი არ არის არჩეული. და რეგენტებიც აიყვნენ ხოლმე ზოგჯერ, მათ შორის დედოფლებიც. კი, უბრალოდ სანამ ეს არ აირჩევენ, ამჯობინებენ იგივე სარტახიც და ბაიჯუც, რომ დიდ ყაენს დაელოდნონ. ეხლა თვითონ ვერ მიიღებენ ესეთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას, თან პაპი იწყებს, რომ ქრისტიანული სამყაროს ლიდერია, წერილს იწყებს ასე. და ანუ რაღაც ზევიდან ელაპარაკებდა ასეთ კაცს. ისინი რაღაც ნოინი ხო არ უპასუხებს. ხო, რაღაცა რიგითი ნოინი ვერ უპასუხებს, ხო? აქ ძალიან მნიშვნელოვანი არის ერთი ფაქტი. მისია, რაზეც უნდა გამომახვილოთ ყურადღება. პლანო კარპინის და ასცელინის მისია არის ერთმნიშვნელოვნად მონღოლების გაცნობა. არანაირი ალიანსზე საუბარი აქ არ არის, არანაირი ეკონომიკური მიზეზებზე ან რაღაცა მომავალში თვალსაზრისითაც რაც ემატება, ასე ვთქვათ. ხო, ეს არის რომ გაიცნონ უბრალოდ რა ხალხია და მათი ცხოვრების სტილის შესახებ, მათი რელიგიის შესახებ განსაკუთრებით, იმიტომ რომ პაპობა რო იგებს, რომ ისინი წარმართები არიან, აი აქ არის ჩასაჭირი, რომ აი იქნება და ეს წარმართი ხალხი მოვაქციოთ კი და აღმოსავლელი მოკავშირე გვეყოლება მერე, მაგრამ ჯერ ახლა ალიანსზე საუბარი ზედმეტი არის, სანამ არ გაიცნობენ ამ ხალხს. ამიტომაც ეს მისია არის მნიშვნელოვანი, მაგრამ ეხლა მე მინდა რომ აი ეს ორივე მისია წარმოვიდგინოთ ძალიან რეალისტურად. აი წარმოვიდგინეთ რომ ჩადიან სარტახთან
და ფრანცისკელებიც და დომინიკელებიც ხო არიან მათხოვრული ორდენის წარმომადგენლები. აცივად ერთი რაღაცა ანაფორა და მეტი არაფერი არა. ანუ ესენი არ არიან რაღაცა არც ოქროთი აღკაზმულები არ დააქვთ. ანუ სამოგზაუროთაც კი რაღაცა საწყისი თანხა სჭირდებათ და მერე გზადაგზა ასე მათხოვრობით აგროვებენ რომ გზა განაგრძონ. და როდესაც სარტახთან ჩადიან, ისევე როგორც შემდგომ ბაიჯუნოინთან ან მოგვიანებით გვილემ რუბრუკის, როდესაც მიდის მანგუყაენთან, ხო? ყველა ელოდება რომ აბა საჩუქრები, პაპისგან ჩამოხვედი, დასავლეთის პროვინცისგან ჩამოხვედი, აბა საჩუქრები და ყველა თხოვს რომ ეხა საჩუქრები, შეხვედრაზე რომ შეხვდა საჩუქარი უნდა წარადგინოთ. ამათ არაფერი არ აქვს საერთოდ წარსადგენი. ამიტომაც მონღოლთა მხრიდან ცოტა აგდებული დამოკიდებულება აქვს ამ მეებს, რა ქვია, მისიონერებს, ანუ ცოტა ისეთი დამოკიდებულება აქვს რომ ესენი ვინ არიან კაცო მეუბნება რომ უფლის მოადგილება რაღაცა ქრისტიანულ ადამიანები და მოდის რაღაცა არაფერი არ ის კი არა სამოგზაურო თანხას მთხოვენ რომ გზა განმაგრძო ხო მოგვიანებით ეს ძალიან ანუ ყველაფერი ამოწურული გქონდაო პლანო კარპინი ამბობს სარტახთან რომ მივედითო აღარაფერი აღარ გქონდაო და გზის გასაგრძელებად ფული და ესე ოქროულობა მისცა და ხლებლები მისცა ცხენები მისცა რომ გზა გაეგრძელებინათ ყარაყორუმში ისე რა არის საინტერესო ისი საერთოდ შუა საუკუნეებში ძალიან ხშირი იყო ხოლმე ცრუ ელჩობები. ანუ ადამიანები რომლებიც თავს ასაღებდნენ ხოლმე ამა თუ იმ ქვეყნის წარმომადგენლად, ეგ კი არა უფრო გვიანც მე-17-18 საუკუნეებში კი ხდებოდა, მაგალითად ყოფილა შემთხვევები, რომ ვიღაცა იტალიელს და ფრანკს და შემდეგ თავი გაუსაღებად ქართველ პრინცად ან რაღაც ესეთი ევროპაში, რათა ჩასულიყვნენ და პატივი ეცათ. ხო და შესაბამისად აი რა გარანტია ქონდათ ახლა მონღოლებსაც, რომ ეს ადამიანები მართლა იყვნენ მაგალითად პაპის წარმომადგენლები და ვიღაც თვითმარქვია არ იყო თუნდაც, ხო? რაღაცით ხოვნა მოხდარიყო ამისი დადგენა ხო იდენტიფიცირება. ეს პრობლემა მონღოლებს არ ჰქონდათ სხვათა შორის, მაგრამ აი დღეს მაგალითად თანამედროვე ისტორიოგრაფიაში პიტერ ჯექსონი არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მონღოლოლოგი, რომელიც იკვლევს მონღოლების საკითხს და ამასთან დაკავშირებით აი პეტრეს, რომელიც ჩავიდა ლიონის საეკლესიო კრებაზე და მონღოლებზე მეტად საინტერესო სურათი დაუხატა, არის ესეთი ეჭვი, რომ ის მონღოლებთან ნამსახურები, მათთან, ასე ვთქვათ, მათ მიერ გაგზავნილი კაცი იყო ლათინთა კარზე, პაპობის კარზე. ესეთი ეჭვები დასავლეთში ხო აგენტი კი. დასავლეთში უფრო არის და ეჭვები, ვიდრე ვთქვათ აღმოსავლეთში. ხა მონღოლები მაინც ისეთი ძალარი, უპირატესი ძალა არის, მაინც ამ ორ შორის მონღოლები უფრო ზემოდან იყურებიან, რა აი დაგიპყრობდა განადგურებ, ვიდრე პაპობა და პაპობა და დასავლეთი ზოგადად ძალიან დიდი ეჭვით უყურებს რა, რომ აი რა იქნება ესენი მიიღებენ ქრისტიანობას, არ მიიღებენ, როგორი წარიმართება ხო? თავს დაგვისხმებიან დაგვიპყრობენ ხო და შესაბამისად ესეთი ეჭვები პლანო კარპინიზე ასცენიზე არ ყოფილა მათ პასუხს და სათანადოდ იღებენ სათანადოდ აფასებენ მაგრამ უფრო დასავლეთში ჩდებოდა ხოლმე ნებისმიერ ელჩზე აი მოგვიანებით ერთი ნესტორიანელი ბერი წავა კიდე დასავლეთში რომის პაპთან და საფრანგეთშიც რაბან ბარსაუმა ეს ცნობილი პიროვნება არის ცნობილი მისიონერი რომელსაც იქ შეხვედრის დროს საკმაოდ სერიოზული ასე ვთქვათ ეჭვის თვალით უყურებენ და რაც შეეხება ამ მისიებზე, როდესაც საუბრობ და მათ მიზნებზე, აი მეორე მისია, რომელიც უკვე ლუი მე-9-მ გააგზავნა გვილემ რუბრუკის ხელმძღვანელობით, ეს უკვე პირწმინდად ალიანსისთვის არის გაგზავნილი, იმიტომ რომ ის თხოვს, რომ შენ აღმოსავლეთიდან შეუტიე ეგვიპტის სასულთნოს და მე დასავლეთიდან შევუტებ და ერთობლივი ძალებით მოვახერხებთ ეგვიპტის სასულთნოს განადგურებას. ოღონდ ამ შემთხვევაშიც მანგუყაენი, რომელიც ამ დროს ტახტზე არის რუბრუკის ვიზიტისათვის, ითხოვს მორჩილებას. ანუ ამ ეტაპისთვის მონღოლებისთვის უმთავრესი არის მორჩილება და მათი, ასე რომ ვთქვათ, უზენაესობის აღიარება. ეს პრობლემა აქვს ამ მისიონერებს. თუმცა, საერთო რასაც ვხედავთ მისიონერებთან არის ერთი რამ. ორივე ეს მისიონერი, როდესაც რელიგიაზე საუბრობს, მონღოლების რელიგიაზე საუბრობს, ისი აღწერს, რომ თითქოს მონღოლებს თითქმის ანუ ერთი ღმერთი ყავთ. ამ შემთხვევაში ამ ერთ ღმერთში ძირითადად გულისხმობენ ყაენს, იმიტომ რომ ისინი ჩინგისყაენის თვლიდნენ ღმერთად, ღმერთთან ჰქონდა ჩინგისყაენის საუბარი და შესაბამისად მან მოუწოდა რომ დაეწყო ეს დაპყრობები და გაეგრძელებინა გზა. და აქედან გამომდინარე ეს ყველაფერი ეს ინფორმაცია რაც პლანო კარპის ჩამოაქვს, რუბრუკის ჩამოაქვს, მეტ мотиваციას აძლევს პაპობას, რომ მონღოლებთან ეს ფინტი სცადონ და იქნება და გამოვიდეს მათი მოქცევა, ასე რომ ვთქვათ, ქრისტიანობაზე. მე გამოვიდა რამე?
ახლოს იყვნენ, მაგრამ საბოლოო ჯამში მე ვიტყოდი, რომ ერთობლივი ლაშქრობა ვერ მოხდა და არ მოხდა. იცი რა არის, მე მგონი ძალიან ძლიერი იქნებოდა მას გაკეთება, თუნდაც იმის გამო, რომ მონღოლების მიერ დაპყრობილი ტერიტორიების უმეტესი ნაწილი იყო მუსლიმები დასახლებული. ამ შემთხვევაში ილხანაც გულისხმობ რა, ირანის ტერიტორიაა, რომელშიც არის უზარმაზარი ისლამური ქალაქები, ისლამური ცენტრები, ისლამური კულტურისა და მუსლიმი მოსახლეობა. ილხანისგან ქრისტიანობის მიღება ჩემი აზრით ძალიან არასწორი გადაწყვეტილება იქნებოდა, იმიტომ რომ რა ქვეყანასაც მართავდა, რა ადმინისტრაციაც ჰქონდა, როგორი სისტემაც იყო ჩამოყალიბებული საუკუნეების მანძილზე, ახალი რელიგიაზე გადაწყობა ამ ყველაფრისა ცოტა წარმოუდგენელი იყო ალბათ. მონღოლები სადაც მოდიოდნენ მართველებად, იქაურ ქუცი ხურავდნენ, მოკლედ რომ ვთქვათ რა. ერთ-ერთი შედარებით აი უფრო გასაგები იქნებოდა კიდე ოქროს ურდოში იმ თვალსაზრისით, რომ ოქროს ურდოს ტერიტორიაზე მაინც უფრო ყივჩაღები ცხოვრობდნენ მაგალითად, რომლებიც უყურნენ მოსახლეობის უმრავლესობა, აქ და ყივჩაღთა ურდოსაც ეძახიან ხოლმე ის გამოც, ხო, ოქროს ურდოს მეორენაირად და ყივჩაღები არ იყვნენ ასე ცალსახად მუსლიმები მაშინ გამუსლიმებულებში, ანუ იქ კიდევ შესაძლებელი იყო ამ თვალსაზრისით, თუნდაც რუსებიც იყვნენ, რომლებიც ასევე ქრისტიანები იყვნენ. ამ თვალსაზრისით, მაგრამ იქაც ისლამი აარჩიეს სახელმწიფო რელიგიად, ისევე როგორც იქ. ჩაღატას ურდოც შუა აზიაშია და იქაც ისლამია გავრცელებული. ასე რომ მონღოლების უმეტესმა ნაწილმა მიიღო ისლამი, რომელთანაც უფრო ახლოსაც იყვნენ გეოგრაფიულადაც და ამ სივრცეში გაცილებით მეტი გავლენა ჰქონდა ისლამს და მუსლიმებს, ვიდრე ქრისტიანობას, რომელიც უფრო დასავლეთით იყო. ხოლო იუანის დინასტია ჩინეთში მოხდა, შესაბამისად ის მთლიანად ასიმილირდა ფაქტობრივად ჩინელებთან და ჩვეულებრივად ჩინელ მმართველად გადაიქცა ფაქტობრივად იუანის დინასტიის იმპერატორი, მიუხედავად იმისა, რომ ჩინელებს არ უყვართ და არ აღიარებენ ხოლმე, ხო? ამ საერთოდ რომ ეს პერიოდი ეჯავრებათ ისტორიისა განსაკუთრებით, იმიტომ რომ მონღოლები მართავენ, მაგრამ ფაქტობრივად იუანის დინასტია ერთ-ერთი ტიპური ჩინური დინასტიად გადაიქცა თავისი ისტორიით, თავისი ძალიან ესე ვთქვათ პერიოდით, როდესაც ჩინური კულტურა ამ პერიოდში ჩვეულებრივად ვითარდება და გარკვეული ელემენტები შემოდის გარედანაც, რაც ძალიან უცხო არის მათთვის, იმიტომ რომ ჩინეთი ყოველთვის იზოლაციონისტი იყო ხოლმე ჩაკეტილი და მონღოლები კი, რომლებიც მათ შექმნეს სამხელა იმპერია, ეს ჩინეთი დაუკავშირეს ამდენი საუკუნის, ორი საუკუნის მანძილზე ფაქტობრივად დანარჩენ მსოფლიოს და თუ რამე ინფორმაცია არსებობს აღმოსავლეთზე, ჩინეთზე, იაპონიაზე და შემდეგ აი ამ პერიოდიდან დაიწყო შედინება დასავლეთში. შესაბამისად მონღოლების დამსახურება არის ამ თვალსაზრისით გარკვეულად ეს ხა ძალით და მას როგორ გამოიწვია რა მონღოლთა ამ უზარმაზარი იმპერიის შექმნამ ეს ფაქტობრივად. ალექსანდრეს გლობალიზაციის იდეა თითიდან გამოწვეული იყო ამ შემთხვევაში მონღოლებმა რეალობაში მოიყვანეს შეიძლება ითქვას. ხო, აი ძალიან საინტერესო არის პლანო კარპინის ცნობები ქართულ უფლისწულებზე, რომლებიც იქ დახვდნენ მას ყარაყუმშიზე ჩავიდა, ხო? თანაც ერთ დეტალს შევნიშნავდი აქ, რომ პლანო კარპინი ცნობას, ჩემი აზრით იცნობს ჟამთა აღწერელი. და რა მომენტში ვლინდება ეს? ან პლანო კარპინის არა, რომელიღაცა სხვა წყარო არის, რომელშიც ეს ამბავი არის აღწერილი. იმიტომ რომ ის ამბობს რომ ერთიო არისო, რომელიც წყარო რომელშიც წერიაო, რომ მათ ისინი დროსაც იმყოფებოდნენ იქო, ესა და ეს ყაენი იყო და ცდებაო ეს წყარო და სინამდვილეშიო და ასახელებს ხუბილაი ყაენს. რაც საინტერესო ის არის, რომ ჟამთა აღწერილი უშვებს შეცდომას თვითონ და არა ის ორიგინალი წყარო. იმიტომ რომ ხუბილაი ყაენი რომ ყოფილიყო ყაენი უკვე იმ დროს, როდესაც ულუდანარენი იქ იმყოფებიან, მათ მეფობას მცირე 10 წლით მაინც გადმოწევს აქეთ, ხო? და შესაბამისად არარეალისტურ გამოდის, იმიტომ რომ ისინი როდესაც ბრუნდებიან საქართველოში იმ პერიოდში ჯერ კიდევ ხუბილაი არ არის ყაენი, საერთოდ იმ პერიოდშიც კი არ არის ყაენი, როდესაც ისინი მეფობენ საქართველოში. ასე რომ ეს ძალიან არარეალისტურად ჟღერს. შესაბამისად თვითონ უშვებს ჟამთა აღწერილი შეცდომას, მაგრამ ცდილობს რომ სხვას გაუსწოროს, რომელსაც სწორად უწერია სინამდვილეში ეს და ეს ცნობა სხვა ჩვენ გარშემო ისტორიული წყაროებიდან ვიცით პლანო კარპინისგან. პლანო კარპინი წერს, რომ გუიუქის არჩევა ხდება, ხო, მონღოლთა ყანზე, რომ დიდი ხანი არ ყოფილა. მალევე გარდაიცვალა, მაგრამ ზუსტად მაგის არჩევას ელოდებოდნენ ეს უფლისწულები, იმიტომ რომ იყვნენ გაჩერებულები. მერე აირჩიეს გუიუქი, ამან დაამტკიცა ესენი ყაენებად და მერე წამოვიდნენ იქიდან. და კიდევ ქართულ ისტორიოგრაფიაში სხვა ვერსიაც არის ხოლმე მანგუ ყაენის შესახებ. ანუ არის სამი ვერსია გვაქვს ფაქტობრივად ვის დროს არიან ეგ. ერთი არის გუიუქი, მეორე არის მანგუ
მანგუ და მესამე არის ხუბილაი. ყველაზე ადრეული არის გუიუკი და ყველაზე ლოგიკური ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ აშკარად იმ წლებში, როდესაც მე უკვე მანგუ არის ყაენი, ესენი უკვე საქართველოში არიან ჩამოსულები და მე არის შუალში მანგუ და ალბათ ზოგიერთმა ისტორიკოსმა შეიძლება იფიქრა რომ რამდენად ცოტა ხანი იყო გუიუკი, რომ შეიძლება მისი სიკვდილის შემდგომ ყურულთა ის პერიოდში არიან ესენი ჩასულები და მე არის ხუბილაი, რომელიც ძალიან გვიან არის და საერთოდ არ შეესაბამება სავარაუდოდ რეალობას, მაგრამ ფაქტია რომ იმ დროშიც კი უკვე აი მონღოლთა პერიოდშიც კი აი ამგვარი გაურკვევლობას აქვს ადგილი. მიუხედავად იმისა, რომ მოვლენებიდან ძალიან ახლოსში იმყოფება ეს წყაროები, ისინიც კი ურევენ ამას ამ შემთხვევაში, აქ ანუ ძალიან ელემენტარულ რაღაცას, რომელი ყაენი არის, რომელ დროს ამ შემთხვევაში მონღოლთა იმპერიის ტახტზე. და თვითონ ეს პლანო კარპენის ცნობა, ჩემი აზრით, ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცას აღნიშნავს, რაც ჩვენ არ გვეცოდინებოდა ალბათ, ქართული წყაროები თუ ექნებოდა ამ შემთხვევაში მარტო, როგორ დამოკიდებულება ჰქონდათ მონღოლებს უცხოელი მმართველების მიმართ, როგორ განსჯიდნენ იმასაც, თუ ვინ უნდა ყოფილიყო მეფე ამ შემთხვევაში, რა სტატუსი უნდა ქონოდა, რას ნიშნავდა კანონიერი და უკანონო ამ შემთხვევაში და აი როგორ ხდებოდა უპირატესობის მინიჭება, იმიტომ რომ ჩვენთან ახლა ვიცით რომ ერთს უწოდეს ნარინი და მეორეს ულუ ამ შემთხვევაში და ესენი მოდიან, მაგრამ საიდან რატო ხდება ასე? აი ეს აქვს ახსნელი ამ შემთხვევაში პლანო კარპენისთან ჩანს ყველაზე უკეთესად, რომ ერთი უმტკიცებსო ის აღნიშნავს, ხო, დავით ნარინიძე ამბობს, რომ ის უმტკიცებსო, რომ მე ვარ კანონიერი მემკვიდრეო, იმიტომ რომ მეფის შვილი ეხლანდელის და მე ვარ რუსუდანის შვილი, მაგრამ მონღოლებაო მეორე დავით ნარინიძესო. ნაბუშარიაო, მაგრამ მონღოლებში აზრი არ ქონდა ნაბუშარი იყავით, შვილი თუ იყო მეფისა მორჩა. ხო? ხშირად ამბობენ რომ მონღოლებმა ეს იმიტომ გააკეთეს ორივე რომ არჩიეს მეფეთ, რომ ქართველებიო დაესუსტებინათ, იმიტომ რომ აი ორი მეფე ერთდროულად თუ იქნებაო, ისინი გაერთიანებას ვერ შეძლებენო, მაგრამ ცოტა ძნელი წარმოსადგენია ჩემი აზრით, რომ მონღოლებს ამგვარი გათვლა ქონოდათ, რომ აი იმიტომ ნიშნავთ ორივეს, რომ მე ერთმანეთს დაერიონ ქართველები ამასთან დაკავშირებით, ხო? მათ აღმოაჩინეს, რომ ერთიც და მეორეც იყო სამეფო გვარის, ორივე იყო მეფის შვილი და თვითონ მონღოლებმა გავიხსენოთ რა გააკეთეთ ჩინგისხან და ესე როგორ იქცევიან მის დანარჩენი ყაენები თავიანთ შვილებს უნაწილებენ ულუსებს ხო უქმნიან იმიტომ რომ მე მათი შვილები იგივე ჯუჩის ულუსი იქნება იქ და უგედეი ხდება ყაენი და ტერიტორიებზე ისინი სხვადასხვა თავიანთ გავლენას იკავებენ ანუ მათ შორისაც ეს იმპერია ანუ ყაენის მიერ თავისი შვილებისთვის და მე უკვე შვილიშვილებმა როგორც დაიწყეს გადანაწილება ტერიტორიების და ეს მემკვიდრეობის გადაცემის ამგვარი წესი არსებობდა. ასე რომ მე მგონია რომ არ უნდა ყოფილიყო მონღოლებს ამ საკურული ჩანაფიქრი მაინც და მაინც იმაში რომ ორივე დავითი დაენიშნათ ერთდროულად მეფე. ხო, მომავალ სას განსჭვრეტავდნენო, თუნდაც საქართველოში უმეფობის ხანაში ცალკეული ფეოდალების გამოსვლა ეგასთან ბაკურციხელის მსგავსი იჩენდა თავს. ან კიდე მე ესენი რომ ჩამოვიდნენ მამიდაშვილიძაშვილი. ეს უმრეჯიქურიც და ან კიდე ესენი რომ ჩამოვიდოდნენ თქვათ ეს ნათესავები ესე განუდგებოდნენ ასე ვთქვათ ერთმანეთს ხო მაგრამ ეს განდგომაც ახლა ეს ჩვენ ვეძახით რომ ვთქვათ დაიშანენ და ვერიგუეს ერთმანეთი თორე რეალურად იგივე დავითულო აჯაყების შემდეგ რო ჩადის ნარინთან მშვენივრად კარგად მასპინძლობს ნარინი და რაღაცა უარყოფითი მხოლოდ და მხოლოდ მას შემდეგ ჩდება რაც უცბად ულუს მხარეს გადაიხრებიან და დაიწყებენ უპირატესობის მისთვის მინიჭებას აი ამ ელჩობებთან დაკავშირებით კიდევ ერთი რისი დამატებაც მინდოდა ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა არის ენა. ენა იქიდან გამოდიან ეს ყოველთვის პრობლემა იყო, მაგრამ აი ხო, რა ენაზე უნდა ქონოდათ კომუნიკაცია? ხო, რა ენაზე უნდა ქონოდათ კომუნიკაცია? ესენი ჩადიან ლათინურით, იქ ხვდებიან მონღოლურით, ხო? ამიტომაც შუამავალი ენა არის სპარსული. სპარსული კი ბატონო და ეს თარჯიმნობა ასე რომ ვთქვათ არის საკმაოდ რთული. აი ხა რასაც ეძახიან სინქრონულ თარგმანს, ხო? კარგად გამოსდით ასე რომ ვთქვათ, მეტნაკლებად აგებინებენ ერთმანეთს, მაგრამ რასაც თქვა რაღაცა ტექსტი თარგმნონ და უშუალოდ მაგათად პაპის წერილი ითარგმნოს სპარსულად, მე სპარსულიდან მონღოლურად, რათა იმათმა წაიკითხო, ხო? ან იგივე ყაენის წერილი ჯერ იწერებოდა მონღოლურად, მე სპარსულად გადმოდიოდა და მე ლათინურად უნდა გადაეთარგმნათ. ეს იყო რაღაცა გუნდური მუშაობა, ისხდნენ ეს თარჯიმნები ერთად და რაღაცნაირად უხსნიდნენ და აგებინებდნენ, მაგრამ ზუსტი რა თქმა უნდა, მაინც ვერ იქნებოდა ფიზიკურად, იმიტომ რომ ეს რა თქმა უნდა, ეხლა ერთი სიტყვა შეიძლება გაიგო რამდენიმენაირად, ხო, რამდენიმე შინაარსი. ქართველებიც ალბათ სპარსულად ახერხებდნენ მაგ კომუნიკაციას. მონღოლებთან, კი, იმიტომ რომ ჩვენ ძირითადად აი სპარსეთიდან წამოსული
შემოსული ხალხის, ასე ვთქვათ, ის გქონდა. გახსოვს აი მაგ თარჯიმნობამ ზუსტად და იმან რო ენები კარგად იცოდა. სადუნ მანკაბერდელის ფიგურა წამოწია წინ, იმიტომ რომ ხო ეგ იყო თარგმნელი და თანაც ყველაზე საინტერესო რა არის? ეგ იყო არა მარტო ენის მცოდნე, არამედ დიპლომატიურად შეეძლო გადმოცემა მეფის სიტყვებისა, იმიტომ რომ დავით ულუ მაგალითად ასაც ეუბნებოდა, ეს ისე აფორმებდა და ისე თარგმნიდა ამას, რომ იცოდა მონღოლისთვის როგორ უნდა მიეწოდებინა ეს ინფორმაცია, რათა მონღოლი მე დადებითად ყოფილიყო განწყობილი მის მიმართ. ანუ ერთ-ერთი მიზეზი იყო, რის გამოც კეთილგანწყობა მოიპოვა მან როგორც საქართველოში, ამ შემთხვევაში ისე მონღოლებთანაც, იმიტომ რომ ამ ხრივ დააფასეს მათ. რა თქმა უნდა, ეხლა სხვა ისინიც არის კი ჭიდაო, კარგად რო ჭიდაობდა და ბრძოლაში გამოირჩეოდა, ეს თავის მხრივ არის, მაგრამ აი ეს თარჯიმნობა ერთ-ერთი დასაფასებელი პროფესია იყო მაშინ როგორც ჩანს, იმიტომ რომ საჭიროება არსებობდა ძალიან რამის და კომუნიკაციის პრობლემა იყო ამა თუ იმ ხალხებს შორის მონღოლებთან, რომელთა ენა ეხლა ნამდვილად ძნელია რომ იმეს ცოდნოდა, მით უმეტეს რომ ახალი გამოჩენილები იყვნენ ახლო აღმოსავლეთში და მანამდე ეხლა მონღოლებთან ესე უშუალო კონტაქტი არავის არ ქონდა, რომ მათი ენა ესწავლა, ხო, ძალაუნებულად ესეა. ალბათ შეიძლება ამით აიხსნას ის, რომ მომავალში მონღოლთა ელჩები ძირითადად თუ შევხედავთ, არიან ან სომხები, იმიტომ რომ სომხეთთანაც რა თქმა უნდა ქონდა ურთიერთობა კილიკიის სომხეთზე მაგ ამ შემთხვევაში საუბარი, რომლებიც საკუთარი ნებით ჰეთუმ პირველის მმართველობის დროს დაექვემდებარებიან მონღოლებს და ეს რაღაცა სამხედრო შეტაკებები არ მოუწევს. ეს მეცნიერს რომ ეს კილიკიის სომხების სამეფო არის მცირე აზიაში და არის ჯვაროსნული სახელმწიფო იყო ერთ-ერთი, რომელიც შეიქმნა პირველი ჯვაროსნული ომის შემდეგ. კი, და რომლებიც აი მუსლიმური საფრთხისგან თავდასაცავად მონღოლებთან ურთიერთობას ამჯობინებენ, ოღონდ იმ პირობით რაც როგორც ტრაპიზონის იმპერიაც პრინციპში. კი, ზუსტად, კი. რუმის სასულთნოსგან გასანეიტრალებლად მონღოლებთან ჰქონდა ურთიერთობა. კი ბატონო, და ნუ გარკვეულ პერიოდზე იქიდან ბიზანტიის მხრიდანაც ტრაპიზონის შემთხვევაში ბიზანტიის მხრიდან მომავალი საფრთხის გასანეიტრალებადაც შეიძლება ასე ვთქვათ. და სომხები არიან ძირითადად და ასევე უნდა აღინიშნოს, რომ აი ერთი ვერსია რაც მრავალი ვერსია არსებობს, ამასაც ბერძნებზეც ამბობენ, მაგრამ ბერძნები მე პირადად არ მიმაჩნია. ერთი ვერსია რაც მგონია არიან ქართველებიც, იმიტომ რომ ქართველებიც საკმაოდ კარგად სწავლობდნენ, ლათინურ გასაგები არის, აქ სასულიერო პირებზე მაგ ძირითადად საუბარი, რომლებიც ამ განათლებას იღებდნენ და ენებიც მათთვის ცნობილი იყო, ეხლა სადუნი, ხო, ბერძნულიც კი ბატონო, და ან ქართველებიც არიან მათ შორის, ამ ელჩებს შორის სასულიერო პირები, რომლებიც მონღოლებსა და ლათინურ სამყაროს ერთმანეთთან აკავშირებენ და ერთმანეთის მიზნებს უზიარებენ და ამიტომ იყო რომ აი მონღოლურ სამყაროში ელჩი იყო ყველაზე მნიშვნელოვანი. მერე მოგვიანო პერიოდში, როდესაც აი ეს არის 1288 წლის შემდგომი პერიოდი, ჯობანი მონტეკორვინო ჩადის უკვე მონღოლებთან, იქ იწყებს სკოლების დაარსებას და იმ სკოლებში ასწავლიან ერთის მხრივ ლათინურს, ამ ბავშვებს, მონღოლ ბავშვებს ლათინურს და მეორეს მხრივ მონღოლურს, რათა მოხდეს ესე ვთქვათ, მერე ელჩებად ჩამოყალიბება. ნუ საბოლოოდ აღარ გაგრძელდება ეს ყველა ურთიერთობა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ეს მცდელობა ყოველ არსებობდა ამის. ნუ პროზელიტიზმის ენაც თავისთავად ცხადია იყო ძირითადად ლათინური, რაც სერიოზულ პრობლემას უქმნიდა გაგების კუთხით მონღოლს. ახლა წარმოდიეთ ლათინურად ქადაგება, ისე დასავლეთში არ ესმოდათ ახლა ჩვეულებრივ და წარმოდიეთ ახლა მონღოლებს რო უქადაგებ ლათინურად სამი ჰიპოსტასის შესახებ ხო? რა თქმა უნდა, ისლამი კარგად გაიგეს და მიიღეს და. ისლამი, იმიტომ რომ მოსახლეობაც ძირითადად ხო, როგორც ახსენე, იყო მუსლიმი და უფრო ვიული იყო. ხო, მოკლედ აი ეს რომ შევაჯამოთ გარკვეულწილად, ხო, ესე გამოდის, რომ მონღოლები გამოჩნდნენ მე-13 საუკუნის დასაწყისში, თავიდან მათ მიმართ ყველას აქვს რაღაცა არასწორი წარმოდგენა, რომელიც ჩამოყალიბებული არის ყურმოყრული ცნობებით და გარკვეულწილად იმ ნესტორიანების მოძრაობით, რომლებიც ჩამოდიოდნენ იქიდან და ჩამოქვანთ ინფორმაცია. მერე უშუალოდ სანამ ბრძოლის ველზე არ გადაასწნენ ყველანი და ყველა დაამარცხეს მონღოლებმა ფაქტობრივად, ხო, სადაც კი გაიარეს გზად, მერე ნელ-ნელა აცნობიერებენ ვინ არიან ისინი და წარმოუდგენიათ თავიანთ სხვადასხვა სცენარებში, პოლიტიკურ სცენარებში, რომელშიც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი არის ამ შემთხვევაში ალიანსის შექმნა მუსლიმების წინააღმდეგ. რა თქმა უნდა, ქრისტიანებისათვის ძალიან მნიშვნელოვანი აქტი იყო ბაღდადის აღება მონღოლების მიერ, ხო, განსაკუთრებით, იმიტომ რომ ბაღდადი ეს ითვლებოდა ისლამური სამყაროს ცენტრად, სადაც იჯდა ხალიფა და
აიღეს მონღოლებმა ეს ქართველებს მონაწილეობენ სხვადასხვა ხო ძალიან აქტიურად მათ გააკეთეს გვირაბი მაგალითად გათხარეს გვირაბი და შევიდნენ ქალაქში ბოლო ამას მოყვა აბასიანი ხალიფას მოკლა მონღოლების მიერ და ფაქტობრივად ისლამური ცენტრი განადგურდა რომელიც იყო რაღაცნაირად საპირწონე თითქოს რომის ამ შემთხვევაში და ამავე დროს მე უკვე განიხილავენ იმას აი ეგვიპტის სასულთნო რომელიც უშუალოდ ფლობს იმ ტერიტორიებს რომელზეც არის წმინდა მიწა ამ შემთხვევაში მიუხედავად იმისა რომ ფრიდრიხს ჰქონდა გარკვეული პერიოდი მაინც თრიანობაში ჯვაროსნული აღმოსავლეთის ბედი დამოკიდებული იყო ეგვიპტის სასულთნოს დამარცხებაზე მამლუქთა სასულთნოს დამარცხებაზე და აი ამაში ხედავენ გამოსავალს გარკვეულწილად და მომავალს ისინი თუ აი რა შეიძლება მოხდეს მაგრამ ეს მე ვფიქრობ რომ ძალიან ვრცელი თემა არის ცალკე ამიტომ ვიფიქრობ იმაზე რომ შემდგომში კიდევ გავაკეთოთ ერთი ეპიზოდი ამასთან დაკავშირებით და უშუალოდ ვისაუბროთ იმაზე საქართველოს ლათინ-მონღოლთა ალიანსის შექმნაში რა როლს ასრულებდა და ამავე დროს რა შედეგები მოიტანა საბოლოო ჯამში ამ ალიანსმა და რა გამოიწვია ზოგადად და როგორ უყურებდნენ ერთმანეთს მონღოლები და ლათინები მონღოლთა იმპერიის არსებობის განმავლობაში იმიტომ რომ შემდგომში მონღოლები შეიცვლება ამ ტერიტორიაზე და საერთოდ პოლიტიკური სურათი შეიცვლება და დავამთავრებთ ისეთი თემით შემდგომში რომელსაც პირდაპირ შევიძლიათ გააგრძელოთ ისევ ჩვენი ეპიზოდით თემურლენგთან დაკავშირებით რომელიც პირდაპირ გაგრძელებაა შეგვიძლია ითქვას მონღოლთა თემისა და პირდაპირ დაკავშირებული ასევე საქართველოსა და ლათინების კავშირებთან დიდი მადლობა გვანცა იმედი მაქვს რომ მალე დაგვიბრუნდები ისევ წარე პოდკასტში ამ საინტერესო თემაზე სასაუბროთ არ დაგავიწყეთ რომ გამოიწეროთ და მოიწონოთ წარე პოდკასტის ვიდეოები მომავალ ეპიზოდამდე დაგემშვიდობებით